ჩანაწერი დავუშვი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით ყველას. დღევანდელ სემინარზე ვაგრძელებთ ალგორითმებზე საუბარს. დღესაც რამდენიმე ალგორითმს ავხსნით. ძირითადად სორტინგის ალგორითმებს შევეხებით. წინაზე გავიარეთ bubble sort-ი, რომლის ძირითადი მექანიზმი იყო შემდეგი, რომ ადარებდა მასივში მეზობელ ელემენტებს და ცდილობდა რომ შეედარებინა ისინი ერთმანეთთან, თუ ერთ იქნებოდა მეორეზე მეტი ანაცვლებდა. და ასე იტერაციის შემდეგ ამოტივტივდებოდა როგორც bubble, ანუ ბუშტუკი მასივის ბოლოში თითოეული იტერაციის შემდეგ. ანუ ერთი იტერაციის შემდეგ, ანუ ერთი ფეისის გადარბენის შემდეგ ერთი რიცხვი დაიკავებდა თავის ადგილს. ამიტომ მოგვიწია კიდევ მეორე ციკლის ჩამოტება, რადგან ერთი გადარბენა არ კმაროდა. ჭირდებოდა რამდენიმე. ასევე ვთქვით, რომ bubble sort-ი მთლად კაი ალგორითმი არ არის მასის დასორტად, უფრო უკეთესებიც არსებობს. დღეს გავვლით ორს, კიდევ selection sort-ი და merge sort-ი, კიდევ quick sort-ი. კიდევ ბევრი სორტირების ალგორითმი არის. ყველაფრის გოლოს არ ვაპირებთ, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ამ რესურსს დავლინკავ, რომ თქვენი თეთრ ჩაუждეთ და გადახედოთ. ზოგადად ალგორითმებს და არა მარტო სორტირების ალგორითმებს. Coders delete codes რესურსებიც გამოიყენეთ, ეგენი დავლინკული მოქვს კიდევაც უკვე. რაც შეეხება დღევანდელ selection sorts, ისევ იგივე პრინციპით გავიაროთ. ჯერ გავიგოთ ლოგიკა როგორ მუშაობს და შემდგომ ვეცადოთ რომ მისი იმპლემენტაცია გადავიტანოთ კოდის სახით. კარგით. გვაქვს 5 ელემენტიანი მასივი, რიცხვებით 5, 3, 4, 1, 2. და ჩვენი მიზანი რომ დავსორტოთ. მოდი დავიწყოთ. დასორტო. For each pass, we will move left to right, looking for the next largest value. Once that is found, it will be swapped into its final position. There will be shown in lighter color. თითოეული გადარბენისთვისო, pass-ისთვის, მარცხნიდან მარჯვნივ გავყვებით და მოვძებნით თითოეულ გადარბენაზე უდიდეს რიცხვს. და როცა ვიპოვით, გადავიტანთ მას საბოლოო ადგილას. ან უდიდესი რიცხვი გადავა ბოლო ადგილზე, მეორე უდიდესი რიცხვი გადავა ბოლო და მეორე ადგილზე, მესამე უდიდესი რიცხვი ბოლო და მესამე ადგილზე და ასე შემდეგ. დავიწყოთ თავიდან, 0 ფესიდან. გვაქვს 5-იანი, ეხლა ეს 5-იანი შევადაროთ დანარჩენ თითოეულ რიცხვს. ამდენში აქედანაც მიხვდებოდით, რომ თითოეული ფესისთვის გვჭირდება გარეთაც ციკლი, ანუ სადაც ინკრემენტი იქნება, იცვლადი იქნება და შიდა რიცხვების შედარებისთვის 3, 4, 1, 2 დანარჩენი რაცაა, დაგვჭირდება მეორე for ციკლი, nested for ციკლი. 5-ს ვადარებთ ჯერ 3-იანთან, 5 3-ზე მეტია. ანუ ესე იგი ეს 5-იანი ისე უდიდესი რიცხვი არის ამჟამად ჩვენს მასივში, 5 4-იანზეც მეტია, 1-იანზეც მეტია და 2-იანზე. გავედით მასივის ბოლოში. რადგან 5-იანი ყველა ელემენტზე მეტი იყო, ავდგებით და ამ 5-იანს გადავიტანთ ბოლოში. ანუ 5-იანს და 2-იანს გავუსვით ადგილებს. ანუ მოხდება swap. Now swap the next biggest element into place. ანუ ეს 5-იანი რო იყო ამ პირველ გადარბენაზე უდიდესი რიცხვი, ავდგებით და ბოლოში გადავიტანთ. იმიტომ რომ ზრდავებით ვალგებთ. გადავიდე ბოლოში, 2-იანი გადმოვიდა თავში. ეხლა იგივეს ვაკეთებთ. ვიწყებთ შემდეგ pass-ს, ანუ შემდეგ გადარბენას. ეს 5-იანი დგას თავის საბოლოო პოზიციაზე და როგორც წინა ლექციაზე ახსენით, რა რიცხვების იდგებიან საბოლოო პოზიციაზე, იმათ აღარ შევეხებით. აღარ იქნება საჭირო. ამიტომ დავიწყოთ ახლა გადარბენას. 2-იანიდან. 2-იანი შევადაროთ 3-იანს. 3 2-ზე მეტია. ესე იგი 2-იანზე ჩავხსნით უდიდესი რიცხვის იარლს, ასე ვთქვათ, და უდიდესი რიცხვი ამ გადარბენაზე გახდება 3-იანი. მე 3-იანი შედარებით 4-იანთან, ეს ახალი უდიდესი რიცხვი პოვით, ამიტომ 4-იანი გახდება უდიდესი რიცხვი. 4 1-ზე მეტია და რომ მოვჭით ამ გადარბენასაც 4 და 1-იანი გავუსვლენ ადგილებს. ანუ ეს 4-იანი დადგება ბოლოს წინა, ანუ თავის საბოლოო პოზიციაზე. ისევ შემდეგ გადარბენა. ამ შემდეგ გადარბენაზე დავადგენთ, რომ 3-იანია ყველაზე დიდი რიცხვი და ის გადანაცვლდება 1-იანის მაგივრად, ანუ 3 და 1 გასვლა ადგილებს, swap-ს გააკეთებენ. და ბოლო ფესი დაგვრჩა. ახლა უკვე 2-იანი ყველაზე დიდი რიცხვი ამ გადარბენაზე და ნახეთ რა რიცხვების უკვე დალაგებულია თავის ადგილას, იმას აღარ ვადარებთ, იმიტომ რომ ეგენი არიან უდიდესები. თავიანთ საბოლოო პოზიციაზე დგანან და მათთვის ან სხვა რიცხვის შედარება უბრალოდ უაზრობა იქნება. ეხლა 2-იანს 1-იანს შევადარებთ, 2-იანი მეტია თქმა უნდა, ამიტომ გადავცვლენ ადგილებს.
და ბოლო ფეს საჭირო არც, იმიტომ რომ 4 ელემენტი იდგა თავის ადგილას, ერთი რიცხვი დაგვრჩა და ნუ ეს ერთი რიცხვი უეჭველი აქ უნდა იდგეს უკვე. სხვა რა გზა აქვს, ხო? ამიტომ ბოლო ფეს, ანუ ბოლო გადარბენას აღარ გავაკეთებთ. ესაა ჩვენი selection sort. ლოგიკურად თუ რაიმე ვერ გაიგეთ, რომელიმე მითხარით და გავარჩიოთ. იმიტომ რომ იდეაში ლოგიკური ნაწილის გააზრება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც კოდის იმპლემენტაციის დამახსოვრება, ასე რომ ვთქვათ. გვაქვს კითხვები? ოკეი. შვენიერი, კარგით, მაშინ გადავიდეთ ახლა უკვე კოდის ნაწილზე. და შევეცადოთ დავწეროთ ეს ჩვენი selection sort algorithm. აქაც თავიდან რომ გავთვალოთ, იდეაში გვჭირდება ორი ციკლი. იმიტომ რომ პირველი ციკლი იქნება თითოეული გადარბენის მანიშნებელი და შიდა ციკლი იქნება უკვე მაგ გადარბენაზე რიცხვების შედარების ძირითადი მექანიზმი. ანუ როგორც Babelfish-ზე, ისე აქაც გვჭირდება nested for ციკლები. დავწეროთ ჯერ ფუნქცია უბრალოდ selection და დავკომენტაროთ selection sort-ი function selection sort, აი ასე, რომელიც პარამეტრად მიიღებს რაიმე მასივს, რომელსაც შემდგომ დავსორტავთ. და მოდი აქ გამოვიძახოთ ფუნქცია და გადავცეთ აი ეს მასივი, რომელმაც ეს პასუხი უნდა დაგვიბრუნოს. ახლა რას ვაკეთებთ? თითოეული ფესისთვის, თითოეული გადარბენისთვის გვჭირდება ციკლი. გარე for ციკლი. ჩავწეროთ for let უდრის nulls, ინაკლებია arrays length-ზე და i++. თავიდან გვექნება ნული ფესი, ნული გადარბენა, მერე პირველი გადარბენა, მეორე გადარბენა, მესამე და ასე შემდეგ. და თითოეულ ამ გადარბენაზე უნდა გავაკეთოთ შედარებები. თითო გადარბენაზე უნდა ვიპოვოთ აი ამ გადარბენისთვის უდიდესი რიცხვი. ამას როგორ ვაკეთებთ? იდეაში აქ როგორც იყო მოცემული. ნახეთ? სანამ გადარბენა, ანუ ფესი ბოლომდე არ შესრულდება, რიცხვების ჩანაცვლება არ ხდება. ბოლოს ხდება. აი მაგალითად, აქ ხო ვიცით 4-იანი ყველაზე დიდი რიცხვი, ხო? სანამ ეს ფესი ბოლომდე არ მორჩება, რიცხვების გადანაცვლება არ ხდება. ამიტომ თითოეული გადარბენისთვის, ანუ შიდა ციკლში, მე გვჭირდება რომ დავააპდეითოთ როგორმე უდიდესი რიცხვის მნიშვნელობა. მაგრამ უდიდესი რიცხვის მნიშვნელობაზე მეტად გვჭირდება მისი მდებარეობა. ანუ რომელი ინდექსზე მდებარეობს. მე თუ მარტო მნიშვნელობა ვიცი და მისი ინდექსი არა. როგორ უნდა გავიგო, რომ აი ეს 4-იანი და 1-იანი გადავანაცვლო ერთმანეთში, ხო? ანუ უნდა ვიცოდე, რომ მეორე ინდექსზე რაც დგას, გადავიტანო მესამე ინდექსის მაგივრად და მესამე ინდექსზე რაც დგას, გადმოვიტანო მეორე ინდექსის მაგივრად, ხო? ამიტომ ახლა უკვე დავამახსოვრებთ ჩვენ ინდექსებს და არა უდიდეს მნიშვნელობებს. ეს ალგორითმი, ანუ მარტო უდიდესებზე რო ვისაუბროთ, არა აუცილებელი, შეგვიძლია მინიმუმზეც ვისაუბროთ. ან მე თუ უდიდეს ვიპოვი, მაშინ გადავიტან მას ბოლოში, მაგრამ თუ ისე წავიყვანთ ლოგიკას, რომ მინიმუმს ვიპოვით, თითოეული ტერაციას მაგალითად პირველ ფაზზე არის ერთიანი, ერთიანს გამოვიტანთ თავში. მე 2-ს ვიპოვით, გამოვიტანთ მეორე ადგილზე. მე 3-ს ვიპოვით, მესამე ადგილზე, ანუ მეორე ინდექსის მაჩვენებელზე და ასე შემდეგ. მოდი ეგეც გავაკეთოთ. ან მინიმუმით გავაკეთოთ რა. ანუ ლოგიკა მაინც ერთი და იგივეა. თავარი საქმელი ეგ მაქვს. ופს. ანუ თითოეულ ფესზე გვჭირდება რომ გავარკვიოთ რა არის მინიმუმი რიცხვის ინდექსი. ან მაქსიმუმი მნიშვნელობა არ აქვს, ლოგიკა იგივე იქნებოდა ორივე ვარიანტში. გვაქვს შევქმნათ min რიცხვი, min ცვლადი და მას მივენიჭოთ i ცვლადი. ან ნულიანი. გამოდის რომ უნდა ჩავთვალოთ რომ ამ გადარბენაზე, ამ იტერაციაზე უმცირესი რიცხვი მდებარეობს i ინდექსზე, ანუ 0 ინდექსზე. აქაც ხო ეგრე გავაკეთეთ, რომ ჩავთვალეთ სულ თავიდან, რომ 5 იყო მაქსიმუმი. ამ შემთხვევაში ჩავთვალეთ, რომ 5 არის მინიმუმი.
ანუ მართალია მე ამ ხუთენის ინდექსი დააპდეიტდება, მინიმუმ რიცხვის ინდექსი დააპდეიტდება, მაგრამ თავიდან ხო რაღაცა უნდა იყოს. ხო და ამიტომ მოდი ჩავთვალოთ თითოეულ გადარბენაზე, რომ მინიმუმი რიცხვი მდებარეობს ინდექსს, ანუ 0 ინდექსის სულ თავიდან, ხო? და მე უკვე დავიწყებთ შედარებებს. გვჭირდება მეორე for ციკლი, let ჟ-უდრის. ეხლა ახაც დავფიქრდეთ. ჟ საიდან უნდა დაიწყოს? ჩვენ დავუკვირდებით, აი აქ რა ხდებოდა? ყოველთვის აი ხუთიანი დარდებოდა 3-იანთან პირველ გადარბენაზე. მოდი მეორე გადარბენაზეც გადავუსვათ. ეხლა 2-იანი დარდება 3-თან. ანუ ეს 0 არის i და მე მინდა რომ ჟ ინდექსზე მდგარი რიცხვი შევადარო მის მეზობელთან ამ შემთხვევაში. მერე უკვე მეზობლის მეზობელთან, ანუ ჯერ ეს 2-იანი დარდება 3-იანთან, მერე 2-იანი დარდება 4-იანთან და ასე შემდეგ. ნუ თუ უმცირესი არ აღმოჩნდა ამასობაში. ამ თავარი მუღამი აქ ის არის, რომ შედარებას ვიწყებთ ამ რიცხვის მარჯვენა რიცხვიდან. ანუ 2-იანს ვადარებთ პირველ ჯერზე მის მარჯვენა რიცხვთან. ან 2-იანი რო შევადაროთ თავისთავთან, რა აზრი აქვს? ხო, ყველა რიცხვი თავისთავის ტოლია, აბსოლუტურად ყველა. ამიტომ თითოეულ რიცხვს შევადარებთ მის მარჯვენა დგომთან. ანუ ჟ-ც დაიწყება ის პლუს 1-დან. შეუდრის ის პლუს 1. ანუ i თუ არის იმ რიცხვის ინდექსი, რომელთაც ვიწყებთ გადარბენას, მის მარჯვენა დგომი იქნება ის პლუს 1 ინდექსზე დგომი ელემენტი. ამიტომ ჟ-ც თავიდან ეგ იყოს. გადავალთ ბოლომდე, შენაკლებია array-ის length-ზე და ჟ++. გარეთა for ციკლი, ისევ მეორე, გარეთა for ციკლი არის დაკონტროლებს რამდენი გადარბენა გვჭირდება და შიდა for ციკლი აკონტროლებს რიცხვების შედარებებს. ახლა უკვე უნდა შევადაროთ თითოეული რიცხვი ერთმანეთთან. ეს 2-3-იანთან. თუ სიტყვაზე აღმოჩნდა რომ ახალი მინიმუმი ვიპოვეთ, უნდა დავაპდეითოთ, ანუ შევინახოთ მიცვლადში. ჯერ შედარება გავაკეთოთ. გავაკონსოლებთ თან, რომ განახოთ console log array j ეს გამოიტანს მასივის რიცხვებს. ახეთ გამოიტანა მასივის რიცხვები. რამდენჯერმე გამოიტანა, იმიტომ რომ ორმაგი for ციკლი მაქვს. ეს array j უნდა შევადაროთ მინიმუმთან. ანუ მე ჩემი მიზანი ხო არის რომ თითოეულ გადარბენაზე ვიპოვო ახალი უმცირესი რიცხვი. თუ ამჟამინდელი რიცხვი, ანუ array j ნაკლები იქნება მინიმუმზე, გამოდის რომ ეს ჩვენი array j არის ახალი განახლებული უმცირესი რიცხვი, ხო? ამიტომ დავუწერთ პირობას if statements, რომ თუ array-ის j-ური ელემენტი ნაკლები იქნება უმცირეს რიცხვზე, უმცირესი რიცხვი რომელია? უმცირესი რიცხვი მდებარეობს min ინდექსზე. ამიტომ უმცირესი რიცხვი იქნება array ინდექსად min, ხო? ანუ თუ რაღაცა რიცხვი ნაკლებია უმცირესზე, მაშინ უნდა შევინახოთ განახლებული ახალი უმცირესი რიცხვის ინდექსი min სვლადში. და ეგ განახლებული უმცირესი რიცხვის ინდექსი იქნება ისევ j, ხო? იმიტომ რომ j ინდექსი მდებარეობდა ეგ ახალი უმცირესი რიცხვი. ამიტომ დავწერთ min უდრის j-ს. min უდრის j-ს. აი ეს. ანუ შიდა იტერაციით, შიდა for ციკლით დგინდება რომელი რიცხვის ინდექს, ანუ რა არის უმცირესი რიცხვის ინდექსი ამ კონკრეტულ გადარბენაზე. მაგალითად, აი 0 ფესზე 0 გადარბენაზე რომელი იქნება მინიმუმი რიცხვის ინდექსი, მერე პირველ გადარბენაზე რომელი იქნება მინიმუმი რიცხვის ინდექსი, მერე მეორე გადარბენაზე რომელი იქნება მინიმუმი რიცხვის ინდექსი და ასე შემდეგ. ანუ გარეთა ციკლი უფრო განკუთვნილია იმისთვის, რომ გავკონტროლოთ რამდენი გადარბენა გვჭირდება და შიგნითა ციკლი განკუთვნილია იმისთვის, რომ შევადაროთ თითოეული რიცხვი ერთმანეთთან და ვიპოვოთ ამ გადარბენაზე, კონკრეტულ გადარბენაზე უმცირესი რიცხვი. და მას რო ვიპოვით min-ს, ანუ უნდა შევცვალოთ. გადავანაცვლოთ ელემენტები. ეხა იბადება კითხვა, რა ელემენტები უნდა გადავანაცვლოთ. იდეაში min ინდექსზე რაც დგას. აი ნახეთ. აქ როგორ ხდებოდა, რომ ბოლოს იდეაში 5 და 2 ნაცვლდებოდა ერთმანეთთან. უნდა გავიგოთ ეს 5-იანი სად ინახება და ეს 2-იანი სად ინახება.
ხუთიანი იდეაში ინახება ინდექსზე, ხო? იმიტომ რომ i ხო 0-ია. i არის 0. ინდექსზე ინახება ხუთიანი. და ორიანი ინახება ორიანი შეინახება, ანუ რაღაც მინიმუმი რიცხვი რაც გვაქვს, min ინდექსზე. ჩავთვალოთ რომ ნუ აქ იდეაში ანუ დიდი რიცხვები გადადის ბოლოში, ჩვენთან პატარა რიცხვები გადმოდის თავში, მაგრამ ლოგიკა იგივეა. ანუ მინიმუმ რიცხვი უნდა ავიღოთ, მინიმუმ ინდექსზე მდგომი რიცხვი, რომელიც არის უმცირესი რიცხვი და ჩავანაცვლოთ array-ის iur ინდექსთან. რატო array-ის iur ინდექსთან? i ხო თავიდან არის 0-ის ტოლი. მე არის 1-ის ტოლი, მე 2 და ასე შემდეგ. უმცირესი რიცხვი მასივში, ანუ ზრდაობით დალაგებულ მასივში ხონდა იდგეს 0 ინდექსზე. შემდგომ უმცირესი რიცხვი 12, რომელიც იქნება, უნდა იდგეს პირველ ინდექსზე, ხო? შემდგომ კიდე უმცირესი რიცხვი უნდა იდგეს მეორე ინდექსზე და ასე შემდეგ. ან 0, 1, 2, 3 ასე მიყვება ერთმანეთს. და ეგეთ ზრდას განიცდის ჩვენს იტერაციაში i. ამიტომ ავიღებთ ჩვენს array-ის iur ინდექსზე მდგომ ელემენტს, array-ის min ინდექსზე მდგომ ელემენტს და გავუსვლით ადგილებს. ადგილების გასვლა წინაზე უკვე ვისწავლეთ. გვჭირდება temporary სვლადი, ანუ დროებითი სვლადი. შევინახავთ temporary სვლადში array-ის iur ინდექს. array-ის iur ინდექსის მაგივრად ჩავსვათ min ინდექსზე მდგომ ელემენტს და array min ინდექსს ჩავსვათ array-ის i ინდექსზე მდგომ ელემენტს, რომელიც temporary სვლადში შენახული. რო არ დაგვარგოდა, თორე დაგვეკარგებოდა და ნუ ისე აზრზე არაფერს არ ეკნებოდა რა. და ბოლოს რომ მორჩება ეს ორივე იტერაცია, ორივე for ციკლი დასრულს მუშაობას, საბოლოო ჯამში დავარეთანებთ შეცვლილ და დასორტილ მასივს 10, 17, 19, 22, 34. მოდი ეს რომ გავატარავთ ჩვენს დებაგერში, ასე რომ ვთქვათ, იქ Visual Code ახალს ჭირს ჩემთან, ამიტომ აქ გავაკეთებ ჩვეულებრივად. ნახეთ? ეხლა არის პირველი ფესი, ანუ პირველი გადარბენა და უნდა ვიპოვოთ ამ გადარბენაზე უმცირესი რიცხვის ინდექსი. თავიდან მინი არის i, ანუ ჩავთვალოთ რომ 0 ინდექსზე დგას ჯერჯერობით უმცირესი რიცხვი, ჯერჯერობით. ეხლა იწყება შიდა იტერაცია, შიდა for ციკლი, რათა შევადაროთ ეს ელემენტები ერთმანეთს და ვიპოვოთ უმცირესი რიცხვი მართლა რომელია ამ გადარბენაზე. ეხლა ვადარებთ 22-ს 34-თან. 22 ხო ახალი უმცირესი რიცხვია, ანუ array-ში არის 22, array min არის 34. 22 ნაკლია 34-ზე, ამიტომ min-ში შევინახავთ ახალი უმცირესი რიცხვის ინდექსს, ანუ ერთიანს. შევედით შიგნით, შევინახეთ min-ში ერთიანი. ნახეთ, min-ი გახდა ერთიანი. ახლა ვადარებთ ამ ახალ უმცირეს რიცხვს შემდეგ რიცხვებთან. 10-იანით გრძელდება. 10-იანი ნაკლებია უმცირეს რიცხვზე. ანუ array-ში ახლა არის უკვე 10-იანი, array min-ი არის 22. min-ი არის ერთიანი და ერთი ინდექსზე მდგომი ელემენტი 22-ია რა. ისევ შევდივართ და min სვლადში ვინახავთ მეორე ინდექსს. ნახეთ, min-ი გახდა 2-იანი. ჟ ახლა არის 3-იანი, ანუ 19-ს ვადარებთ უმცირეს რიცხვთან, რა თქმა უნდა 19 10-ზე ნაკლები არა, ამიტომ აქ გადავალთ და ბოლოს არის 17. 17-იც რა თქმა უნდა უმცირეს რიცხვი არ არის, ამიტომ აქაც გადავალთ. და გადავით უკვე შეცვლის ნაწილზე. ვიცით, ეხა მინი რა გახდება? 0 1 2 მოიცადეთ. აუ თემო, მინი როგორ ხდება უმცირესი რიცხვი ვერ ხვდები. მინი უმცირესი რიცხვი არ ხდება. დაგიწიე. მინი უმცირესი რიცხვი არ ხდება. მინი არის უმცირესი რიცხვის ინდექსი მხოლოდ. ხო, უმცირესი რიცხვის ინდექსი, ხო, ეგ უნდა მეკვა. მარტო ინდექსია. თუ გჭირდება რომ უმცირესი რიცხვი გავიგოთ, მაშინ min ინდექსზე მდგომი ელემენტი არ იქნება? ანუ array min. ანუ ყოველთვის რიცხვების შედარება როცა ხდება, ვადარებთ array min-თან. min-ი არის უმცირესი რიცხვის ინდექსი, შესაბამისად ეს რიცხვი იქნება array min. ანუ array-ში min ინდექსზე მდგომი ელემენტი რა. ეხლა დავიდეთ იტერაციაზე ისევ. და აქ ბევრი ხوار მოვიდა ძალიან. ოკეი.
ახლა უკვე იდეაში მინი რამდენი 4-იანი ნახეთ ეხა ეს საინტერესოა. ეს კაი кейსია. ნახეთ არ გადანაცვლა მაინც. იდეაში აქ შეგვიძლია რაღაცა პირობა დავამატოთ. შესაძლოა თუ რაღაც მხრივ გაგვიმართლა. თავიდან ხო ჩავთვალეთ, რომ პირველ 0 ინდექსზე მდგომი ელემენტი იყო უმცირესი, ხო? ჩავთვალეთ უბრალოდ. მაგრამ შეიძლება მართლა ეგრე იყოს. ეხლა ამ მასივში მაგალითად 0 ინდექსზე მდგომი ელემენტი მართლაც რომ უმცირესია. 10-იანი, ხო? ამიტომ თუ ეგრე გამოვიდა რომ რომელიმე ფესზე, ანუ ინდექსი და მიინდექსი ერთმანეთის ტოლია რაღაც მხრივ. ჯობია რომ გადანაცვლება არც გავაკეთოთ, ანუ აქ აღარ შემოვიდეთ. ყველაზე კაი ვარიანტი ეგ იქნება. ანუ აქ დავწერთ რომ თუ i არ უდრის minს, მხოლოდ და მხოლოდ მაშინ გავაკეთოთ გადანაცვლება. იმიტომ რომ ეხა 10-იანი რო იდგება სიტყვაზე, ეხა 10-იანი თავიდან არ იდგა. ეხა გადანაცვლებულია, მაგრამ რომ იდგეს რა, აი მაგალითად ასე რო იყოს 10 და 14, ასე რომ დაგვეწყო. 10-იანი ხო უკვე მინიმუმია, ანუ უმცირესი რიცხვია, ხო? ამიტომ ამ უმცირესი რიცხვის ადგილი სად არის? x-ას დგას, ხო? ამიტომ ამების გაკეთებას აზრი არ აქვს. შესაბამისად ვწერთ პირობას, რომ თუ i არ უდრის minს, მხოლოდ მაშინ გადავანაცვლებთ. თუ i უდრის minს, ანუ გვჭირდება, ანუ min ინდექსი არის 0-იანი და i-ც არის 0-იანი. რაც იმას ნიშნავს, რომ უმცირესი რიცხვი უნდა ჩავსვათ აქ ეხლა 0 პოზიციაზე. გამოდის, რომ თვითონ ეს რიცხვია უმცირესი და რაღაცა უნდა ვეწოვო და გადავანაცვლო რამესთან რა. ამიტომ ასე დავტოვებ. ამ პირობას დავამატებ. მოდი ეს გადავიტანოთ ეხლა აქ. აი ასე და ახლა გავუშვებ. მშვენიერი. თან ახლა ნახსნი, ბარემ. მოდი 10-იანი აღარ მინდა ისე 34 იყოს. აქ იყოს 34. აქ იყოს 10-იანი. ეხლა ჩავთვალოთ რომ 34 არის ანდათ მოიცა თან ბარემ ახსნი ხა უბრალოდ რა თეორიულად თქვი ბარემ გაჩვენებთ რამდენჯერ გადავაკეთე მეც კიდე ნახეთ თავიდან ვიწყებთ პირველ გადარბენას ან 0 გადარბენას იდეაში 0-დან ვიწყებთ აკათვლას და ჩავთვალეთ რომ მინიმუმი უმცირესი რიცხვი დგას ინდექსზე ანუ 0 ინდექსზე თავიდან ჩავთვალეთ უბრალოდ რომ უმცირესი რიცხვის ინდექსი არის 0-იანი. ეს მინი არის ინდექსი უმცირესი რიცხვის და არა თვითონ უმცირესი რიცხვი. ეხლა დავიწყებთ შიდა გადარბენაზე რიცხვების შედარებას. გადავედით. 22 ნაკლები 10-ზე, ანუ ეხლა ჟ ხო არის 1-ის ტოლი. იმიტომ რომ ის პლუს 1-დან ვიწყებთ, ჟ არის 1-ის ტოლი. ესე იგი RJ იქნება 22, RA მინი არის 1-იანი, კი არა 0-იანი მოდიშით. 0-ის მდგომი ელემენტი არის 10-იანი, უმცირესი რიცხვი. 22 არის ახალი უმცირესი რიცხვი? ანუ ნაკლებია თუ არა 10-იანზე? რა თქმა უნდა არაა ნაკლები, ამიტომ გამოვტოვებთ. გადავიდეთ 34-ზე. 34 ნაკლებია 10-იანზე? რა თქმა უნდა არ არის. არც 19-ია ნაკლები 10-იანზე და არც 17-ია ნაკლები 10-იანზე. ამიტომ მორჩა შიდა გადარბენაში რიცხვების შედარება და გადავიდეთ თქვევით. აი აქ. ეხლა აქ აპირება რომ თუ i არ უდრის minს, მხოლოდ მაშინ შევცვალოთ. მაგრამ ახლა მინი არის 0-ის ტოლი, i-ც არის 0-ის ტოლი. ანუ გულისხმობთ რომ ეხლა მე მინდა რომ 0 ინდექსზე ჩავსვა უმცირესი რიცხვი, მაგრამ 0 ინდექსზე ისედაც უმცირესი რიცხვი ზის უკვე. და რა აზრი აქვს აი ამ ყველაფრის წაკითხოს, ხო, პროგრამის მიერ. ამიტომ დავამატე ეს პირობა. ეხლა აქ if-ში აღარ შევალთ საერთოდ. გადავედით. გადავთ ეხლა პირველ ფესზე, როცა i არის 1-ის ტოლი. ნახეთ, i არის 1-ის ტოლი. ამჟამად უკვე 10-იანი დგას თავს ადგილს, ასე უნდა იდგას. ამას ახლა ვიხებით. და ახლა უკვე ჩავთვლით, რომ მინიმუმი რიცხვის ინდექსი არის პირველი ინდექსი. ჩავთვალეთ, რომ ეხლა ეს მასივი უნდა დავსვირტოთ უკვე რა, დანარჩენი მასივი. აუ, ედიტი რატო გავაკეთე? უცებ გადავირბენ, ბოდიშით. სადაც გავჩერდი. მშვენიერი. მინი არის ეხლა 1-იანი, უმცირესი რიცხვის ინდექსი და არა რიცხვი თავად. და ეხლა ამ გადარბენისთვის
ვაკეთებთ ხელმეორედ შედარებებს. ჟ იწყება ის + 1-დან, i თუ იყო 1-იანი, ჟ + 1 იქნება 2-იანი, მეორე ინდექსიდან დავიწყებ შედარებას, მისი მეზობელი ელემენტიდან და ვიტყვი რომ თუ r-ჟ ნაკლებია მინიმუმზე, 34 ნაკლები ხო არა 22-ზე. ესე იგი არ შევდივართ. ეხლა არის 19. r-ჟ არის 19, r-მინი არის 22. მინია ინდექსი, ანუ 1-იანი, r-მინია პირველ ინდექსიდან მდგომი ელემენტი, ანუ 22. 19 არა უმცირესი რიცხვი, კი არა, ბოდიშით არის 19 ნაკლები 22-ზე, ამიტომ შევდივართ ამ if-ში, შეგინ შევედით და დავააპდეითეთ, ანუ განვაახლეთ მინიმუმი რიცხვის ინდექსი. და ვთქვით რომ ჟ არის, ანუ 3-იანია, ჟ ხო 3-იანია. და ეხლა უკვე ჩვენი მინიმუმ რიცხვის ინდექსი გახდება 3-იანი. ნახეთ, მინია 3-იანი. ეხლა 17-ზე გადავდივართ, 17 დარდება მინიმუმთან, ანუ უკვე 19-თან. რა თქმა უნდა, 17 ნაკლებია 19-ზე, ამიტომ მინი გახდება 4-იანი, ანუ უმცირესი რიცხვის ინდექსი განახლებული. ეხლა მოხდება გადანაცვლება. იდეაში 17-მა ადგილი უნდა გაცვლოს 22-თან. 22 დგას პირველ ინდექსზე. ანუ ყოველთვის იმ ინდექსთან ვაკეთებთ გაცვლას, რომელ გადარბენაზეც ვართ. ეხლა ხო პირველ გადარბენაზე ვართ. ანუ i ხო 1-ის ტოლია. ესე იგი პირველ ინდექსთან ვსვლით. ანუ r-ი ის უკანასვლოთ r-ი მინთან. ანუ 17-თან. ეხლა უკვე 22 და 17 გაცვლენ ადგილებს. აი ასე. და დავიწყებთ ეს ორი უკვე თავის ადგილას დგას, დავიწყებთ მეორე ინდექსიდან, ჩავთვლით რომ ეს არის მინიმუმი ინდექსი 2-იანი. ამ ფესებს ვიპოვით ახლა უკვე უმცირეს რიცხვს, რომელიც არის 19, იგივე ლოგიკით, აბსოლუტურად. ეხლა 19 და 34 გასვლენ ადგილებს, ანუ r-ი არის ეს უკვე, r-ი მინი არის ეს 19. გასვლენ ადგილებს. და ბოლო ფესებს 34 და 22-იანი გასვლენ ადგილებს. აი ეს. შიდა გარეთა for ციკლი შეწყობს მუშაობას. მაგრამ ეხლა ნახეთ, აკა რაღაცა მოხდა. იდეაში ჩვენი მასივი დავსორტეთ, მაგრამ კიდე აკეთებს გადარბენას. გადარბენას აკეთებს 34-ისთვის. ანუ 34 აქ რო დარჩა, ამისთვის აკეთებს გადარბენას. და რაღაც საჭიროა, თუ ყველა რიცხვი თავის ადგილზე დგას და ერთი რიცხვი დამრჩა. და აქ გდია, ხო? ესე იგი მაგის ადგილი მანდ არის რა. აქაც ხო ეგრე იყო. რომ ბოლო გადარბენაზე, ნახეთ, ერთიანი რო დაგვრჩა, ერთიანი აქ უნდა იდგეს, თუ ყველა არის თავის ადგილას, ერთიანის თავის ადგილას იდგება. შესაბამისად, ხო? ამიტომ შეგვიძლია რომ ბოლო ფესი აღარ გავაკეთოთ. ანუ აქ დავწეროთ array length -1. ერთი ფესის ნაკლები რო გამოგვივიდეს. array length -1. ასე. პროგრამა რო გავუშვათ, მივიღებთ აბსოლუტურად იგივე შედეგს. ესაა ჩვენი selection sort-ი, რომლის time complexity არის O(n) კვადრატში. დიდი O n კვადრატში. n კვადრატში, იმიტომ რომ რამდენი ელემენტიც ამ მასივში ეგამრავლებული თავის თავზე მოგვიწევს მაგდენი ნაბიჯზე გადადგმა დაახლოებით საშუალოდ, რომ შედეგი დავდოთ. რადგანაც ჩაშნებული ციკლები გვაქვს. Bubble sort-შიც ქონდა nested ციკლები, ამიტომ იქაც იყო time complexity O(n) კვადრატში, აქაცა O(n) კვადრატში. იმიტომ რომ ორმაგი ციკლი გვაქვს. თუ გვაქვს მასივში 10 ელემენტი, საშუალოდ დაახლოებით მოგვიწევს 100 ნაბიჯის გადადგმა. 100-ზე ნაკლებია უეჭველი, იმიტომ რომ აქ ერთი ფესის ნაკლებს ვაკეთებთ, მაგრამ დაახლოებით რა. ყველაზე კაი ვარიანტში დასორტილი შეიძლება დაგხვდეს მასივი. ყველაზე ცუდ ვარიანტში შეიძლება აქ სულ გადანაცვლება მოგვიწიოს. წეან ზოგჯერ არ გვიწევდა გადანაცვლება, შეიძლება სულ მოგვიწიოს ყველაზე ცუდ ვარიანტში. მაგრამ დაახლოებით საშუალოდ მაინც O(n) კვადრატია. კითხვა თუ გვაქვს ამ selection sort-თან, დამისვით. გავიგებთ ახლა პრობლემა არა. მგონი გავიგე რა. მე მგონი რთულია ხო ეს ვიდრე წინა თუ არა? როგორ? ეს უფრო რთულია ხო თუ წინა უფრო რთულია? შედარებით რავი, ცოტა გავსავით ერთმანეთს. იდეაში ეს რაღაც მარტივი უნდა იყოს ოდნავ, იმიტომ რომ
იქ წინ ალგორითმზე გასწავლით როგორ ხდებოდა ანუ ნიშნობების გაცვლა. ეგ უკვე იცით აქ, ანუ ამაზე დიდად არ დაგიჭირდათ რომ გეფიქრათ რა. აქაც მაგალითად ეს ლოგიკა ძალიან გავს მინიმუმი უმცირეს რიცხვის პოვნას მასში, რომელიც ადრე გავკეთებია. რაც მესამე-4 ლექციაზე. უბრალოდ აქ ინდექსს ვინახავთ და არა უმცირეს რიცხვს. ან ხო და დანარჩენი ამბების გაზრება დაგჭირდა რა. იმიტომ რომ ხო. რაღაცები უკვე მზად გქონდა გონებაში. ოკეი. თუ გაუგებარი ამ ამოცანაში არაფერი არ არის, მოდი გადავიდეთ შემდეგ ალგორითმზე. რომელიც არის quick sort. ну, სახელიდანაც მიხვდებოდით, რომ ანუ ეს ალგორითმი ბევრად სწრაფია სხვა დანარჩენებზე. ნუ quick ქვია ხო, ანუ სწრაფი ქვია თვითონ სახელში. მოდი ისევ ჯერ გავიაროთ ლოგიკურად. როგორ მუშაობს ეს ჩვენი quick sort. რომლის აი თვითონაც დამიწერა კოპაილოტმა უკვე. რომლის time კომპლექსი არის n log n. ლოგარითმი არის აკვადრატების შეტრიალებული. ანუ 4-ის კვადრატი ხო არის 16. და ლოგარითმი 16-დან არის 4. ანუ ეს ბევრად ნაკლები, ეს უფრო ნაკლებია n log n-ი ვიდრე n კვადრატი. ბევრად სწრაფია, ასე რომ ვთქვათ რა. აქ რა ხდება ახლა? აქაც ხდება რაღაც გაყოფის მექანიზმები. ანუ რაღაც მასივის დაახლოებით ჩვენ როგორც დაახლოებით იყო binary search-ზე. იქ ხო რეული გადავხიე შუაზე, მე კიდე შუაზე, კიდე შუაზე და ასე შემდეგ. აქაც იგივე დაახლოებით, ანუ იდეურად მაინც და რა ხდება? გვაქვს დაუსორტავი მასივი და ვიღებთ pivot რიცხვს. pivot რიცხვი შეგვიძლია ავიღოთ, ანუ pivot რაღაც სამიზნე რიცხვი, რომელსაც გამოვიყენებთ მომავალში. pivot რიცხვი არის ან ნული ინდექსზე მდგომი ელემენტი, ან ბოლო ინდექსზე მდგომი ელემენტი, ან შუა, დიდი მნიშვნელობა მაგას არ აქვს. ან საწყისი, ან ბოლო, ან შუა. რაც არ უნდა ავიღოთ, ლოგიკა იგივეში მდგომარეობს საბოლოო ჯამში. ავიღებთ აი ამ სამიანს. ეხლა ნახე რას ვაკეთებთ. სამიანის მარცხნივ დავალაგებთ 3-ზე ნაკლებ რიცხვებს, სამიანის მარჯვნივ დავალაგებთ 3-ზე მეტ რიცხვებს. ანუ ორ მასივს ვქნით, წარმოიდგინე მე უკვე რა. მარცხენა მასივში არის უკვე 3-ზე ნაკლები რიცხვები მხოლოდ, მარჯვნივში 3-ზე მეტი. ანუ გამოდის, რომ ეს სამიანი შუაში რო დგას, თავის ადგილზეა უკვე. ანუ 3-ის მარჯვნივ თუ 3-ზე მეტებია და 3-ის მარცხნივ 3-ზე ნაკლებებია, სამიანი თავის ადგილზე დგას უკვე. იგივეს ვაკეთებთ დანარჩენი ორისთვის ახლა. აი აქედან ვიღებთ pivot რიცხვს ერთიანს მაგალითად. ერთიანის მარცხნივ ვაყენებთ 1-ზე ნაკლებ რიცხვებს, ანუ -3 და -6, ერთიანის მარჯვნივ ვაყენებთ 2-იანს. 1-ზე მეტ რიცხვებს. ანუ გამოდის, რომ ახლა აი ამათ შორის ერთიანი დგას თავის ადგილზე. ამასაც იგივეს ვუკეთებთ, pivot-ი ავიღეთ და -6 ნაკლებია -3-ზე, ამიტომ ეგრევე დავალაგეთ რა. ამას გახლით ჩვენ აღარ ჭირდება, იმიტომ რომ ერთი რიცხვია უკვე მასში დარჩენილი და აზრი აღარ აქვს. იგივე მოხდებოდა მეორე ნახევარზე აღარ დავტოვებთ. აქედან დავიღოთ pivot რიცხვი, რაღაც სამიზნე რიცხვი, 6-იანის მარჯვნივ დავალაგოთ 6-ზე მეტი რიცხვები, 6-იანის მარცხნივ 6-ზე ნაკლები რიცხვები. აქ ერთი რიცხვი დარჩა და ამას ვანებებთ თავს თავის ადგილზე დგას. ანუ ახლა უკვე 3-იანი, 2-იანი, 5-იანი, 1-იანი, 6-იანი, -6 და -3 თავის ადგილზე დგას. თავის ადგილებზე უბრალოდ. ეს 6-იანის თავის ადგილზე დგას, იმიტომ რომ 6-ის მარცხნივ თუ 6-ზე ნაკლები რიცხვებია და 6-ის მარჯვნივ თუ 6-ზე მეტი რიცხვებია, 6-იანი თავის ადგილზე დგას, ესე იგი. და დარჩა მხოლოდ ეს პატარა მასივი დაასასორტე. ნუ რა უფრო ნაკლებია 9-ზე, ამიტომ გადმოვიტანთ მარცხნივ. და დაისორტა მასივი. ანუ -6, -3, 1, 2, 3, 5, 6, 8, 9. ის იქნება ჩვენი დასორტული მასივი. იდეაში აქედან შეგვიძლია მივხვდეთ, რომ ჩვენ გვჭირდება რეკურსიული ფუნქცია. იმიტომ რომ იდეაში ხო აქ ერთი ფუნქციონალი გავიმეორე რამდენჯერმე ყველა ჯერზე ყველაზე უფრო და უფრო პატარა მასივებზე, ხო? ანუ მასივები პატარაოდებიან, მაგრამ ფუნქციონალი იგივე რჩება. ანუ თითოეული მასივიდან ამ ხალხს არ უნდა იყოს, ვიღებთ pivot რიცხვს და მე ორი მასივი გვაქვს, მასივის ანუ მარცხენა მასივში ვდებთ ამ pivot რიცხვზე ნაკლებ რიცხვებს, მარჯვენა მასივში ვდებთ ამ pivot რიცხვზე მეტ რიცხვებს, ხო? და ამას ვამეორებთ რამდენჯერმე, ანუ რეკურსიული გამოძახება გვჭირდება ჩვენი ფუნქციის ყველა ვარიანტში. შევქმნათ მოდი ფუნქცია. თუ რამე კითხვა გაქვთ მანამდე ლოგიკის მხრივ, თუ
თუ რა ვერ გაიგეთ, კითხეთ და ავხსნით. ჩვენი მოდი თავიდან უცბად შევამოწმოთ array სიგრძე, ან თუ array სიგრძე ნაკლებია ან ტოლი 1-ზე, ან თუ ერთ ელემენტიანი მასივი, მაგას გადასორტო უნდა, ხო? აქაც შეგვიძლია იგივე გავაკეთებინა, რომ თუ array-ის length-ი ნაკლებია ან ტოლი 1-ზე, ანუ ერთ ელემენტიანი ან ორ ელემენტიანი, ეგრევე დავაერთიანებთ მასივს, რაც გვაქვს, იმიტომ რომ რავი, ერთ ელემენტიანი მასივის დასორტა ვის გაუგია, ხო? აქაც იგივეს გავაკეთებთ, რომ თუ array-ის length-ი ნაკლებია ან ტოლი 1-ზე, დავაერთიანებთ array-ს და ქვევით დასორტის ფუნქციონალი აღარ შესრულდება. ახლა გვჭირდება ჩვენ სამიზნე რაღაც რიცხვი, pivot-ი, let pivot, რომელიც იქნება ან მასივის პირველი ელემენტი, ან ბოლო, ან შუა. ყველაზე მარტივი ჩაწერი არის, რომ პირველი იყოს array 0. ბოლო იქნებოდა array length minus 1. შუა იქნებოდა აი 0 პლუს array length minus 1 გაყოფილი 2-ზე. ყველაზე მეტი წერა მაგ იწევს. შუა რო გავიგოთ რა, ამიტომ იყოს array 0. ნიშნულობა აქვს რომელი იქნება. და ასევე გვექნება მარცხენა მასივი let left-ი უდრის ცარიელ მასივს და let right-ი უდრის ცარიელ მასივს. ახლა უკვე უნდა დავულყოთ ჩვენი მასივი მთლიანად და pivot რიცხვზე, ანუ pivot-ზე ნაკლები რიცხვები გადაუშვათ left მასივში, pivot-ზე მეტი რიცხვები გადაუშვათ მარჯვენა მასივში. for ციკლი გვექნება let i უდრის nuls ინაკლებია array-ის length-ზე i++. თუ ჩვენი pivot-ი ან თუ ჩვენი array-ის იური ელემენტი ნაკლები იქნება pivot-ზე, გადაუშვეთ მარცხენა მასივში. ხოლო ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში, თუ ტოლი ან მეტია, გადაუშვეთ მარჯვენა მასივში. მოდი აქ ვარ დავარეთანოთ right-ი. ნახეთ, აქ მე არ შემიძლია რომ დავარეთანო left მძიმე right. მარტო right-ი დაერთიანდება. ბოლოსაც წაგითხავს. ამიტომ გავაერთიანებ ამას მასივში კიდევ. მოდი ნახოთ როგორ იმუშავებს. ქონდა 10-იანი, ანუ 10-ზე ნაკლები არც ერთია რა, ამიტომ ცარიელი მასივი მარცხნივ და 10-ზე მეტი ყველა, ამიტომ ყველა არ ჩერდა. მოდი ცოტა სხვანაირად იყოს. ისე იყოს როგორც მან და მაგალითში 9 - 3 5 2 6 8 -6 1 და 3. აქ რახამ 3 pivot რიცხვი, მოდი 3-იანს აქ ჩავსვავ და 9-იანს აქ. რადგან პირველი რიცხვი მინდა რომ 3-იანი იყოს. გავუშვათ კოდი. ნახეთ, მარცხნივ არის 3-ზე ნაკლები რიცხვები, მარჯვნივ არის 3-ზე მეტი რიცხვები. მაგრამ იდეაში აქ ხარვეზია. იმიტომ რომ თვითონ pivot-ი, თვითონ სამიზნე რიცხვი თავის ადგილზე უნდა იდგეს. არც მარცხენა მასივში უნდა იყოს და არც მარჯვენა მასივში არ უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში. ეს რატო ხდება? იმიტომ რომ pivot-ი არის 0 ინდექსთან მდგომი ელემენტი და ჩვენ შედარებას ვიწყებთ 0 ინდექსიდან. ანუ ეხლა array არის 3-იანი და pivot-იც არის 3-იანი. 3-ზე ნაკლები არა და იფუქშება მარჯვნივ. ამიტომ უნდა დავიწყოთ პირველ ინდექსიდან, რომ თავისთავად არ შევადაროთ ეგ რიცხვი. გავუშვათ. ნახეთ, დავაგდე ეხლა აქ -3, ანუ 3-ზე ნაკლები რიცხვები არის აქ, 3-ზე მეტი რიცხვები არის აქ. მარჯვნივ. და იდეაში ეს ჩვენი 3-იანი იქნება შუაში. აქ შუაში შევუსვავთ pivot-ს. ნახე, 3-ზე ნაკლები რიცხვები არიან მარცხნივ, 3-ზე მეტი რიცხვები არიან მარჯვნივ. 3-იანი თავის ადგილზეა უკვე. და ჩვენ გვჭირდება ეხლა უკვე, რომ იგივე ფუნქციონალი გავატაროთ მარცხენა მასივისთვის და მარჯვენა მასივისთვის. ანუ მე ეს ფუნქცია quicksort უნდა გამოვიძახო ახლა უკვე left მასივზე. რომ left მასივში გააკეთოს იგივე. ანუ აქ დავწერ quicksort left-ი, იგივეზე ვაკეთებ ამაზეც. დავსორტავ პატარა right მასივს. აი ასე.
ოღონდ მე ხომ მჭირდება რომ საბოლოო ჯამში მასივში მასივები არ მქონდეს. ეხლა ეს ხომ მასივს აბრუნებს. მე მინდა რომ რიცხვები იყოს ჩაყრილი. ამიტომ დაბრუნებულ მასივს ჩავსფრე და უბრალოდ. ეს ორივეგან. და ეგაა დაისვერდა მასივი. იგივე გავაკეთე ორივე მასივისთვის, მე კიდევ ქვევით რო ჩადის, იგივე კეთდება. და რაღაც მომენტში ჩერდება. იდეაში ეს მხოლოდ იმისთვის კი არაა, რომ თავიდანვე რომ ერთ ელემენტიანი მასივი შემოვიდეს, რომ აღარ გააღიზლოს ყველაფერი. არამედ იმისთვისაც არის, რომ ეს რეკურსიული გამოძახები გაჩერდეს, როგორმე რა. და მაშინ რა გაჩერდეს, როცა მასივში ერთი ელემენტია. აქ ორიანზე გაჩერდა, ამებზეც გაჩერდა, იმიტომ რომ ერთი ელემენტები იყო. და მოდი ეს ყველაფერი თან ნახოთ ვიზუალურად როგორ ხდება. აი, ასე, აქ გადავიტან კოდს. ოკეი, ნახეთ. შევიდეთ. თავიდან პივოტი არის სამიანი, სამისნაირი რიცხვი. ეხლა სამიანის ნაკლები რა რიცხვებიც იქნება გადალაგდებიან მარცხნივ, სამზე მეტები გადალაგდებიან მარჯვნივ. ნუ ეს მარტივი ლოგიკაა ძალიან. ამიტომ ამ for ციკლს ავაჩქარებ. ნახეთ, სამზე ნაკლები რიცხვები არიან მარცხენა მასივში, სამზე მეტები არიან მარჯვენა მასივში. სამიანი შუაში უნდა დავაყენოთ. ანუ საბოლოო ჯამში დასორტულ მასივში, როგორც იქნება, სამიანი იქნება აქ სადაც შუაში რა, მარჯვენა და მარცხენა მასივები შუაში. და ეხლა მე მჭირდება რომ აი ეს მასივი იგივენაირად დავსორტო quicksort-ის გამოყენებით, ამიტომ ავდგებით აი ამ მასივს გადავაწვდი არგუმენტად quicksort-ს და ისევ მარჯვენა მასივსაც გადავაწვდი quicksort-ს. და რაებს დამიბრუნდება მე ჩავსფრე და რომ რიცხვები ამოვალაგო და მასივები არ მქონდეს შიგნით. ეხლა რომ გადავიდე. ნახეთ, array ახლა უკვე არის აი ეს მარცხენა მასივი, ეს პარამეტრი. იმიტომ რომ მე რომ მარცხენა მასივი გადავეცე არგუმენტად, რომ გამოვიძე ახლიდან მე quicksort-ი, ეს array გახდა მარცხენა მასივი. ამიტომ ნახეთ, წეღან რო იყო ეს array დიდი მასივი, ახლა უკვე quicksort-ის გამოძახების ეს არის პატარა მასივი. ეს წარმოიდგინეთ არის callstack-ი რა, ეს ადევს ზემოდან აი ამას, ჩათვალეთ. და იგივე კეთდება ამაზეც. ახლა პივოტი იქნება -3, -3-ზე ნაკლებ ელემენტს გადავიტანთ მარცხნივ, -3-ზე მეტს გადავიტანთ მარჯვნივ. ნახეთ, -3-ზე ნაკლები არიან მარცხნივ, -3-ზე მეტი არიან მარჯვნივ. -3 შუაშია, ანუ პივოტია -3. ანუ ის წინა ფუნქცია დაპაუზებულია, ეს ფუნქცია დაპაუზებულია. მანამა დაპაუზებული, სამ ეს გამოძახებები არ შეწყდება რა, საბოლოო ჯამში. ახლა ისევ quicksort left-ი გაეშვება, იმიტომ რომ quicksort right-ს ჯერ არ მიდის, მაგრამ დაიმახსოვრებს რომ გამოიძახოს ეგეთ აუცილებლად რა, მაგრამ პირველი ხო ეს შეხვდა, ამიტომ ამას გამოიძახებს. left-ი ეხლა არის -6, ამიტომ -6-ზე გამოიძახება ჩვენი ფუნქცია. ნახეთ, ეხლა array არის -6. გამოიძახეთ ფუნქცია ახლიდან, გადავაწყვეტ left-ი არგუმენტად, რომელიც იყო -6 მასივით და array არის -6 მასივში. ეს პირობა ხა სწორია, array links ნაკლებენტოლი ერთს მართლაც, რომ ამიტომ დაბრუნება -6. გამოდის რომ აი აქ ეხლა წეღა როგორც ქონდა. დაბრუნდა -6, აი ამის მაგილად მასივში და ამოისფრედა. ანუ -6 ჩაჭდა საბოლოო ჯამში დასორტულ მასივში. ყველაზე პატარა რიცხვად. სულ მარცხნივ. return variable ეს არის. ახლა ნახეთ, ახლა გადავალთ, ეს ხო ამოვარდა callstack-დან, -6 რაც იყო. ახლა გადავალთ აი ამ quicksort-ზე, რომელიც დაპაუზებული იყო. ანუ როცა აი ეს ხდება რა. და ამებს დავსორტავთ. ამებს კი არა და ბოდიში, აი ამას დავსორტავთ ეხლა ბოდიში. წესით და რიგით. array არის. უი ბოდიშით, წეღან ხონდა -6 მარცხნივ და 2 და 1 მარჯვნივ, ეს დამავიწყდა. ეხლა 2-იანს და 1-იანს დავსორტავთ ისევ. იგი ლოგიკით ხდება, პივოტს ვიღებთ, პივოტის მარცხნივ პატარებია უფრო, პივოტის მარჯვნივ დიდები. ისევ რეკურსიული კოლი მოხდება და ეს ყველაფერი მანამ იქნება, ანუ ერთმანეთს შენდება რა. ყოველი ახალი quicksort-ის გამოძახებისას წინა quicksort-ი პაუზდება და მანამ გახორციელდება, სამ ახალი quicksort-ი არ დაასრულოს მუშაობას. ანუ სამ არ დაეთანხმდება საბოლოო ერთ ელემენტიანი მასივი. ასე რომ გავუყვეთ, აი ნახე, რამდენი პატარა მასივზე ხდება quicksort-ის გამოძახება.
ძალიან ბევრზე, ანუ თითოეულ პატარა მასივზე იძახებს ახლიდან. ეხლა უკვე ნახეთ მარცხენა ნაწილი. მარცხენა ნაწილზე ყორო გამოვიძახეთ ყველა. ეხლა მარჯვენა ნაწილზე ვიძახებთ. quicksort right ხდება ახლა უკვე. და იგივე მოხდება აქაც აბსოლუტურად. ესა ჩვენი quicksort-ის ალგორითმი. ანუ გამოვიდა რომ pivot-ი არის შუაში უეჭველი, მარცხენა არის მასზე პატარა რიცხვები, მარჯვენა არის მასზე დიდი რიცხვები და ეგ მასივიც ხომ უნდა დაისორტოს, იგივენაირად როგორც დაისორტა აი ეს დიდი მასივი, ხო, ეს array. ამიტომ ვიზახებთ ამ ებზე quicksort მასივს, quicksort ფუნქციას. ეს ხომ მასივს გვიბრუნებს მე საბოლოო ჯამში, ამიტომ მაგას ჩავსფრედავთ. ესო არ გავაკეთოთ, მასივში გვექნება ბევრი მასივები. ნახეთ? -6, -3 ხა რაღაც მასივია 2, 3, ანუ კი დასორტილია, მაგრამ მასივადაა, ძალიან ბევრი მასივებადაა. და მასივად რო არ იყოს, უბრალოდ ჩავსფრედავთ. ანუ ამოვალაგეთ მასივიდან ელემენტებს. აი ეს. ესა ჩვენი quicksort ალგორითმი, რომლის time complexity არის O n log n. აქ დავაკვირდებით, რომ აქ უკვე 1 ფორსიტი გვჭირდება და არა 2 მაგი. ამიტომ ბევრად სწრაფია. რაიმე კითხვა ხო არა ამ გაუგებარი ამ quicksort-ის შესახებ? ოკეი. ძალიან კარგი. ახლა მოდით მაშინ გადავალ დღეისთვის ბოლო ალგორითმზე, რომელიც არც sorting-ის ალგორითმი, არც searching-ის ალგორითმი არაა. უბრალოდ რაღაცა ჩათვალეთ random ალგორითმია და მინდა რომ ამ ალგორითმით ისწავლოთ, როგორ უნდა მოხსნათ ალგორითმები, როგორ უნდა გქონდეს ფიქრის პროცესი დაალაგებული. CSFT-ის კურსში ეს ალგორითმი გაწერილი ერთად დავალებად. CSFT არის Harvard-ის კურსი, რომელიც უფასოა და რავი, მომავალში გიჩვენებთ რომ გაიაროთ. რაღაც მომენტში, ძალიან კაი კურსია. ამას ქვია ლუნის ალგორითმი. რა შემდგომარეობს ახლა ლუნის ალგორითმი? იდეაში ხო გვაქვს რაღაც კრედიტ კარტის რიცხვები. ეს ალგორითმი ადგენს იმას, ვალიდურია თუ არა კრედიტ კარტის ნომერი. და თუ ვალიდურია, ხვდება Visa არის, Mastercard-ია, Amex-ია თუ ასე შემდეგ. მაგას ხვდება. და თუ არა ვალიდურია, წერს რომ არა ვალიდურია. იდეაში მაინც შეგვიძლია რაღაც ისეთი კომბინაცია მოვიფიქროთ, რომელიც არ არსებობს ჯერჯერობით ეგეთი კრედიტ კარტის ნომერი. მაგრამ, ნუ ეგ არაფერია, იმიტომ რომ ეს ალგორითმი გამოიყენება, რომ როცა რაღაც იუზერი შეიყვანს თავის კრედიტ კარტის ნომერს, მაგით გაიტესტოს ფრონტში რა. თორემ მე ბექში კიდე ხდება შემოწმება, რამდენი ვალიდურია ბანკთან მიდის რეკვესტები და ასე შემდეგ რა. მაგრამ, ნუ რაღაცა ეტაპზე, რაღაც უფრო ზედა შრეზე შეგვიძლია რომ დავადგინოთ, რამდენი ვალიდური შეიძლება იყოს კრედიტ კარტის ნომერი. მაგალითად, თქვენიცაც რომ დაწერთ მე ამ ალგორითმს, რომ ჩაურტებით სემინარს. აი, გატესტეთ თქვენი ბოლოსკენ უკვე თქვენი პირადი რომელიმე საქართველოს ბანკისა, TBC ბანკის ან რომელიმე ბანკის ანგარიშის ნომერი შეიყვანეთ. და ნახეთ რას დაგიწერთ. ანუ გეტყვით რომ ვალიდურია. და გეტყვით რა ტიპისა ასევე. ოკეი. და ეხლა თან წავკითხოთ პირობა, ანუ როგორ მუშაობს ეს ალგორითმი. რომ მე კოდით დავწეროთ. ჯერ პირობას ვკითხულობთ კარგად, თუნდაც რამდენჯერმე, თავარია კარგად გავიაზროთ რა არის პირობა, თორე ისე არაფერი არ გამოვა. ჯერ ინგლისურად წავკითხო და მე გადავთარგმნე. A credit card or debit card, of course, is a plastic card with which you can pay for goods and services. Printed on that card is a number that's also stored in a database somewhere, so that when your card is used to buy something, the creditor knows whom to bill. Credit card არის რაღაცა პლასტიკური ბარათიო, რომელსაც ვიყენებთ რაღაცების საყიდლად. და ამ კარტაზე რო არ დავეჭდილი რიცხვები, ეს სადღაც დატაბაზაში შენახულიო. და როდესაც user იყენებს აი ამ კარტას, უკვე ანუ დგინდება ამ ყველაფრით, თუ ის უნდა ჩამოეჭრას, იმიტომ რომ ბაზაში შენახული ეგ ნომერი. There are a lot of people with credit cards in this world, so those numbers are pretty long. ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც კრედიტ კარტა აქვს სოფლიოში, ამიტომ მათი რიცხვები არის საკმაოდ გრძელი. იმიტომ რომ ბევრი კომბინაცია უნდა არსებობდეს. American Express uses 15-digit numbers, Mastercard uses 16-digit numbers, and Visa uses 13 and
16-digit numbers. American Express იყენებს 15 ციფრიან რიცხვებსო, Mastercard იყენებს 16-იანებს და Visa იყენებს 13-იანს ან 16-იანს. And those are decimal numbers 0 through 9, not binary, which means, for instance, that American Express could print as many as 10, 15 unique cards. Powered by ხო. ანუ და ეს არის ჩვეულებრივი ათობით სისტემის რიცხვები, 0-დან 9-მდე რა, და არა ბინარული. ამიტომ მაგალითად American Express შეუძლიათ რომ დაბეჭდონ კვადრილიონი სხვადასხვა კომბინაციის მქონე credit card-ის ნომერი რა. Actually, that's a bit of an exaggeration because credit card numbers usually have some structure to them. მაგრამ ეს გაზვიადება თვალ კვადრილიონს ვერ გავაკეთებთო. იმიტომ რომ credit card number-ებს აქვს რაღაცა სტრუქტურა, რაღაცა წესი ჩაწერის. All American Express numbers start with 34 or 37. ყველა American Express-ის რიცხვი იწყება 34-დან 37-ით. Most Mastercard numbers start with 51, 52, 53, 54, and 55. They also have some other potential starting numbers which we won't concern ourselves with for this problem. Mastercard-ი კი იწყება 51, 12, 13, 14 ან 15-თო. ნუ სხვაებიც არისო, მაგრამ ნუ მაგას აღარ შევწუხდეთო. And all Visa numbers start with 4. და ყველა Visa-ის credit card-ის ნომრები იწყება 4-იანითო. But credit card numbers also have a checksum built into them, a mathematical relationship between at least one number and others. მაგრამ credit cards რიცხვებს შეგინთ აქვს ჩაშნებული, ასე რომ ვთქვათ, checksum. Checksum ქვია ეგეთ რაღაც საბოლოო შედეგს, რასაც გავაკეთებთ. ეს checksum არის მათემატიკური კავშირი, რომელიმე რაღაც შიდა რიცხვებს შორის. That checksum enables computers or humans who like math to detect typos. If not fraudulent numbers without having to query database, which can be slow. და ეს checksum გვეხმარება რომ გავიგოთ რამდენად ვალიდური ან არ ვალიდური ან რამე typo ხო არა ან შეცდომა ამ credit card-ში, ეგ რო გავიგოთ რა. იმიტომ რომ ყველა ჯერზე რომ დატაბაზაში ვეძებოთ ეს ჩვენი credit card-ის ნომერი, ეგ ნელი არის. ამიტომ ჯერ რომ შემოიყვანს user credit card-ის ნომერს, ჩვენ უნდა გავტესტოთ რამდენად ვალიდური შეიძლება იყოს. იგივე ხო mail-ზეა. ეხლა მე მაგალითად შეიძლება რომელიმე საიტზე შევიყვანო ისეთი მეილი, რომელიც არ არსებობს. ანუ Gmail რაღაცა temo@gmail.com, რომელიც არ არსებობს მაგალითად, და ეგ გინდება რომ არ არსებობს, უკვე ბექის ამბავში რა. მაგრამ front-ს კიდე ცალკე აქვს თავისი რაღაც ვალიდაცია, რომ მაგალითად თუ ძაღლუკა არ გექნება დაწერილი, დაგიეროროს, ერორი დაგიტყვას, წითელი გამოიტანოს საიტზე. ეგ იმიტომ არის რომ ყველა რაღაც სისულელე მეილი ჩავწერო, სადაც ძაღლუკა არა, როგორც მინიმუმ, რომ ბექში გაიგზავნოს request-ი, ნელი იქნება თუ ყველა გავაგზავნე request-ებს. აქაც იგივეა. მინიმუმ უნდა შევამოწოთ რამდენად ვალიდური შეიძლება იყოს credit card-ის ნომერი, რომ ტყუილად არ ვაგზავნოთ, არ ვეძებოთ ის დატაბაზაში. რაც შეიძლება ნელი იყოს. Of course, a dishonest mathematician could certainly craft a fake number that nonetheless respects the mathematical constraint, so a database lookup is still necessary for more rigorous checks. ანუ რა თქმა უნდა, რაღაც ასე ვთქვათ, dishonest ქართულად როგორა, ან რაღაც მათემატიკოს შეუძლია რომ ისეთი credit card-ის ნომერი მოიფიქროს, რომელიც აი ამ ალგორითმს გაივლით თავისუფლად და ეს ალგორითმი წესო ვალიდურიაო რა. ამიტომ მაინც ახომე აუცილებელი რომ დატაბაზაში შემოწმეს, რამდენად ვალიდურია. და ეხლა როგორ მუშაობს? So what's the secret formula? Well, most cards use an algorithm invented by Hans Peter Yoon of IBM. რა არის ამის ფორმულა რა? ნუ უმეტესი credit card-ის ნომრები იყენებენ Hans Peter Loonis შექმნილ ალგორითმს. ამიტომ ქვია ამას Loonis algorithm. According to Loonis algorithm, you can determine if a credit card number is syntactically valid as follows. და შეგვიძლია რომ დავადგინოთ არის თუ არა სინტაქსურად სწორი და ვალიდური ჩვენი credit card-ის ნომერი შემდეგი ნაბიჯებით. და ესა ნაბიჯები. ესა ანუ იდეაში ფორმულა რა, რომელიც უნდა ჩავწეროთ კოდის სახით. Multiply every other digit by 2, starting with the number second to the last digit, and then add those product digits together. ანუ გაამრავლე ყოველი მეორე every other digit by 2, ან ყოველი მეორე ბოლომდე ყოველი მეორე რიცხვი უნდა გავამრავლოთ 2-ზე და შევკრიბოთ. ეს 2-ზე გამრავლებულები. Add the sum to the sum of digits that were not multiplied by 2.
თუ რომელიმე რიცხვი ორნიშნა, მაგის ციფრების უნდა შევკრიბოთ, ასევე. და თუ საბოლოო პასუხი, ანუ ჩექსამი არის 10 შეადი, ანუ 10 იყოფა, ან 0-ით ბოლომდება, ესე იგი ვალიდური შეიძლება იყოს ეს კრედიტ კარდის ნომერი. აი მაგალითად, ავიღოთ ეს კრედიტ კარდის ნომერი, ვიზა. ვიღაც დებითის ვიზაა რა. ნუ რეალური არა, მაგრამ წავა. ყოველი ბოლო და მეორე რიცხვი უნდა ავიღოთ, აი ესენი და გავუმრავლოთ ერთმანეთს. ანუ 1-2, 0-2, 0-2 და ბოლოს 4-2 და ვკრებთ. რაც მოხსენ შემდეგს 2 + 0 + 0 + 0 + 0 + 12 + 0 + 8. თუ რომელიმე რიცხვი არის ორნიშნა, ამასაც ხილჩავთ, ან 12 დაიხილჩება ერთიან და ორიანად და ასე შევკრიბოთ და მივიღეთ 13. და ეხლა ამ 13-ს უნდა მივმოდოთ დანარჩენი რიცხვები. წეახ ყოველი მეორე გამოვიყენეთ, ახლა რაც დარჩა, აი ეს მათ შორის. ეგ უნდა მივმოდოთ 13-ს და მივიღეთ 20-იანი. 20-იანი 10-ზე იყოფა, ესე იგი ეს ვალიდურია. შეიძლება ვალიდური იყოს. ესა ჩვენი ალგორითმი. ყველა ალგორითმის კეთებისას უნდა ვიცოდეთ რას ვაკეთეთ, პირობა უნდა გავიაზროთ კარგად და დაყავეთ და იბატონეს პრინციპით ვიმუშაოთ. ანუ ჯერ ერთ ნაწილს ვაკეთეთ და დანარჩენზე არ ვფიქრობთ ჯერჯერობით, თუ პირდაპირ არ უკავშირდება, რა თქმა უნდა, მერე მეორეს, მერე მესამეს და ასე შემდეგ. რომც უკავშირდებოდეს ერთმანეთს, შეგვიძლია რომ იდეურად ჯერჯერობით არ დაუკავშიროთ, ისე გავაკეთოთ და ბოლოს დავუკავშიროთ რა. მოდი ახლა გავაკეთეთ ჩვენი ალგორითმი. ეს ლუნის ალგორითმი. ჯერ ფუნქცია შევქმნათ, დამიწერა, მაგრამ ნუ მას არ გავყვები. ლუნის ალგორითმი, რომელიც მიიღებს რაღაც კრედიტ კარდის რიცხვს, credit card number, credit კარდის რიცხვს მიიღებს. გამოვიზახოთ ჩვენი ფუნქცია და გადავცეთ, მოდი აი ეს რიცხვი, რომ ბარემ დავდაშოთ, როგორ იმუშავებს საბოლოო ჯამში ჩვენი დაწერილი ალგორითმი. აი ეს. ამაზე უნდა დააბრუნოს, რომ ვიზა არისო რა. განა მარტო უნდა დააბრუნოს, რომ ვალიდურიაო, თან უნდა მივხვდეთ, რომ ვიზაა. ოკეი. იდეა ჩვენ შეიძლება ჯერ შევაგროვოთ მონაცემები. რა შეიძლება დაგვჭირდეს? რა გვჭირდება? თავიდან პირობაში გვეუბნებიან, რომ ზოგიერთი Mastercard-ის კრედიტ კარდის ნომრები არის 16 ციფრიანი, Express-ის არის 15-იანი და Visa-ის არის 13-იანი, 16-იანი. ანუ საბოლოო ჯამში მე რო გავარკვიო, რომელი კრედიტ კარდის ნომერი მაქვს, Visa-ი არის, ესე Express-ი თუ ასე შემდეგ, უნდა გავიგო აი ამ ჩემი რიცხვის ციფრების რაოდენობა. ეგ მარტივია, შემიძლია string-ში გადავიყვანო და links-ი დავთვალო. ძალიან მარტივია ეგ. ან შემიძლია გავაკეთე ეგეთ რაღაცა. const credit string შევქმნი credit string. ანუ შეიძლება ამაზე არც მეფიქრა მე და ბოლოსკენ მივსულიყავი ამ დასკვნამდე. ანუ წინასწარ რომ რამე არ გათვალოთ, ეგ არა უშავს. მე შეიძლება დამეწყო ეგრევე ამის კეთება და მე მივხვდებოდი ბოლოსში, რომ თურმე ესეც მჭირდება. ეგეც მოსული თემაა, მაგრამ თუ წინასწარ გავთვალეთ უკვე რაღაცა და იცით ხო, ბარემ გავაკეთოთ. credit string-ი, რომელიც არის აი ამ credit number-ის string-ში გადაყვანილი ვერსია. თუ string მეთოდს გამოვიყენებ მაგისთვის. და მის links გავიგებ თან. იმიტომ რომ სიგრძე მჭირდება მე, ანუ ციფრების რაოდენობა, ხო? let links-ი უდრის credit card string წერტილი links. რო დავარეთან ახლა მე links-ი, მივიღებ 16-ს. მართლაც რომ Visa ეს ახამა, Visa ხო 16 ციფრიანია. ნახეთ, 16 ან 13-იანიო რა. ეს 16-იანია. ოკეი. აქ შემიძლია რომ ბარემ ანდა მოდი ჯერ არ მინდა ეგ. მე გავაკეთოთ. ასევე შემიძლია წინასწარ გავთვალა, წინასწარ მოდი აღარ გავთვალოთ, მე მოუბრუნდეთ მაგ თემას. ნუ თავიდან მოდი ახლა checksum-ს გადავით ეგრევე. checksum-ი თავიდან 0-ია რა თქმა უნდა და მე ემატება რაღაცეები ამ წესების მიხედვით. let checksum უდრის 0-ს. ეხლა ჩვენ გვჭირდება, რომ ეს რიცხვი ავიღოთ credit card number-ი და ყოველი ბოლო და მეორე რიცხვი ამოვიღოთ მისგან. ანუ აქ იდეაში არ ვიცით რამდენი ციფრიანი რიცხვი გვექნება, ამიტომ ციკლი გჭირდება ყველა ვარიანტში. ანუ მანამ უნდა გავაკეთოთ
მანამ უნდა ამოვიღოთ ყოველი მეორე ციფრი ამ რიცხვი და 3 რაღაც პირობა იქნება ჭეშმარიტი. ოკეი? მაგრამ სამ მაგას გავაკეთებთ, მოდი ჯერ განა ყოველი ბოლო და მეორე ამოვიღოთ, ჯერ მარტო ბოლო და მეორე ამოვიღოთ. ანუ აქაც დავყოფ ამ პატარა ქვეტასკს კიდევ პატარა ქვეტასკებად. უფრო პატარა პრობლემებად. მაგას როგორ ვაკეთებ ახლა? იდეაში ანუ შემიძლია რომ მარტივად გავაკეთო სტრინგების გამოყენებით. სტრინგად ხო დაქცეული მაქვს და ინდექსით ამოვიღო, ან შემიძლია მათემატიკური ამბავით გავაკეთო რა. მოდი მათემატიკურით წავიდეთ. ანუ სტრინგი უფრო ადვილია და მაგიტო. თან ეს მათემატიკური ამბავიც ერთი ორგან ახსნილი მაქვს, როგორ ამოვიღოთ ბოლო რიცხვი ან ბოლო და მეორე და ასე შემდეგ. ეხლა ნახეთ, მე რომ ამ რიცხვზე ვიმშილო, ცოტა რთულია. ავიღოთ უფრო მარტივი რიცხვი, მაგალითად 124. როგორ ამოვიღო 124-დან ბოლო და მეორე, ანუ 2-იანი. იდეაში მე შემიძლია გამოვიყენო ნაშთით გაყოფის და გაყოფის ოპერატორები. მაგალითად მე რომ 124 გავყო 100-ზე, ხო, ნაშთით. 124 რომ ნაშთით გავყო 100-ზე. გავყო 100-ზე, იქნება 1 და ნაშთი იქნება 24. დამჭა 24, ხო, ეხლა ამ 24-დან როგორ ამოვიღო ათეულებისთან რიგი? როგორ და გავყოფ 2-ზე. გავყოფ 10-ზე, ბოდიშით. 24 რო გავყო 10-ზე, არის 2-იანი. 2.4-ია, მაგრამ რო დავამრგოლო, არის 2-იანი. ანუ მე შემიძლია ჯერ 100-ზე გავყო ნაშთით ამ პროცენტით და მე გავყო ჩვეულებრივად. 100-ზე იმიტომ ვყოფ, რომ მე მჭირდება ბოლო და მეორეთან რიგი. ანუ 2 ნულიანია. ხდებით? მაგას გავაკეთებ ახლა. მექნება let digit დავარქვა, უდრის. გამგვალებაც მექნება აქ. math floor. გავყოფ ჩემ credit card-ის რიცხვს. credit card numbers. ჯერ გავყოფ ნაშთით 100-ზე, რომ ამოვიღო ბოლო ორი რიცხვი და ბოლო ორი რიცხვიდან რომ პირველი რიცხვი ამოვიღო, უბრალოდ გავყოფ 10-იანზე რა. ნუ ჯერ რომ ეს ნაშთით გაყოფა შესულს, მოდი ფშხლები შევსვამ მაინც. ეს და მე გავყოთ 10-იანზე. და ნახოთ რამდენად სწორად მივდივართ ეჯერობით. ანუ ეს ახლა ეგრევე არ მოგაფიქრდებოდეთ, ასე მოფიქრდეთ, სულ თავიდან რომ დავწერე ეს ალგორითმი რა, მაგრამ როცა დაუждებით ყველა ვარიანტი უნდა იფიქროთ. ანუ ყველაფერს უნდა გააყოთ, ყველაფერს გაამრავლოთ, ყველა ვარიანტი უნდა ცადოთ. რომ მიხდეთ საბოლოო ზოგად ფორმულამდე. და სამ ზოგად ფორმულამდე მიხვალთ, გირჩევთ რომ ჯერ კონკრეტულ მნიშვნელობებზე იმუშაოთ. ეხლა ეს ხო ეგრევე ზოგადად ვერ მოგაფიქრდებათ პირველად, ხო? ანუ რთული ეს ეგრევე მიხვდე. ამიტომ ავიღეთ კონკრეტული რიცხვი და ამაზე ვიმუშავეთ. მოდი ხა გავტესტოთ. დაბრუნე ერთიანი, მართლაც რომ აქედან ბოლო რიცხვი არის ერთიანი. ეხლა გადავდივართ ყოველ ბოლო და მეორე რიცხვზე. ყოველ ბოლო და მეორე რიცხვზე. იდეაში მე შემიძლია ეს ისევ გავაკეთო, ანუ ბოლო და მეორე რიცხვი რა მოვიღე, იდეაში ეს არ მჭირდება. და იგივე რომ გავუკეთო, ეს ფუნქცია რომ გავუკეთო ამას, ისევ ბოლო და მეორე რიცხვს ამოვიღებთ. მე ამასაც მოვიშორებ. მე ისე ბოლო და მეორე, ამასაც მოვიშორებ. და ასე შემდეგ. ანუ გამოდის რომ credit card number-ი ყველა ჯერ უნდა გავყო 100-ზე მე. ანუ გამოვიყენე მე ბოლო რიცხვი, მოვიშორებ, ეხლა აღარ მჭირდება. ანუ credit card number უდრის აი ამას credit card number გაყოფილი 100-ზე და დავამრგოლოთ თან, იმიტომ რომ ბევრჯერ აწილადი რიცხვი მიიღება. და აი ამ ფუნქციონალს მანამ განახორციელებ, სანამ credit card number იქნება მეტი მეტი 0-ზე. იმიტომ რაღაც მომენტში credit card number-ი გახდება 0-იანი, ნახეთ? ჯერ 100-ზე გავყო ჩამოვაცილე, კიდე 100-ზე გავყო ჩამოვაცილე, კიდე ჩამოვაცილე, კიდე ჩამოვაცილე და 0-იანია უკვე აღარაფერი დარჩა რა. ამიტომ ეს მანამ გავაკეთე 3 0-ზე მეტია, 3 0-ზე მეტია მოსულა რა, მე აღარ მოსულა. ანუ სანამ while credit card number-ი მეტია 0-ზე, მანამ გავახორციელებთ აი ამ ფუნქციონალს. და თან გამოვაკავშიროთ ეს digit-ი, console log digit და ვნახოთ რამდენად კარგად მუშაობს. error-ი გვაქვს digit is not defined.
აი აქ. იმიტომ შიგნით შექმნილი. აქ რეთანი აღარ მჭირდება, იმიტომ რომ კონსოლი მწერია. ნახეთ? შევამოწოთ, მოდი. 1 0 0 0-ებია სულ, მერე 6-ია, მერე 0 და მერე 4. ეგ ამუშავებს. ან რაღაც ერთი ნაბიჯი გადავდგით რა, ალგორითმის წარმატებით შესრულებისკენ. ეხლა სულ აღარ გავჩერდები და კითხოს მოვისმენ თუ გაქვთ, რა თქმა უნდა. არა მე ხო არა გავგებარი ჯერჯერობით. ოკეი, ჩვენიერი. ანუ აქ არის დეში პრობლემა, იმიტომ რომ მე რო ვიღებ ბოლ და მეორე რიცხვს და მე ვიშორებ, ანუ ასე ვყოფ, ხო? მე კარგება ყველა რიცხვი. არა და კიდევ ნახეთ ორი სტეპი გასაკეთებელი, ამდენი რაღაცა. სადაც მჭირდება, ანუ ზოგი რიცხვს ხო არ ვიყენებდი, აი 4-იანი არ გამიყენებდი პირველი 4-იანი. ბოლ და მეორეს ვიყენებდი. ბოლოს არა. და ეგ დავკარგი უკვე რა. და იდეაში სამ დავკარგავ მე მაგას, მანამ უნდა გამოვიყენო. ანუ გამოვიდა რომ მაინც და მაინც აუცილებელი კი არა მე რამ პირობებს მივყვე, როგორც პირობა გაწერილი. არამედ ამას ხალხი გავაკეთებ, ამას ხალხე, ამას. ანუ ყველა ქვეტასკიდან რაღაც ნაბიჯებს გავაკეთებ ერთ იტერაციაზე, მე მეორე იტერაციაზე, მე მესამეზე. ანუ იდეაში ერთ იტერაციაზე ყველაფერს ვაკეთებთ აქ. ოღონდ ნაწილ-ნაწილ. არა აუცილებელი რომ მაინც და მაინც როგორცაა გაწერილი ამოცა, იმას მივყვეთ, იმიტომ რომ ზოგჯერ არ გამოდის ხოლმე. და ყოველთვის რაღაც ერთ რაღაცა გზას მიადგებით. ეგეთი გზა შეიძლება არ გამოვიდეს და სხვაზე მოგიწევთ გადასვლა და სხვანაირად მოგიწევთ აზროვნების შემოტრიალება. ეგეც უნდა გაითვალისწინოთ ყოველთვის. ამიტომ სამ დაიკარგება ჩვენი credit card number-ი, უნდა გამოვიყენოთ და დაუმატოთ checksums ჩვენი მნიშვნელობები. ეხლა ნახეთ digit რო ვიპოვეთ, გვეუბნება ეს digit-ი 2-ზე გამრავლდება. ანუ ეს ერთიანი რომ მოვიღეთ 2-ზე გამრავლდება. ოკეი, გამრავლოთ 2-ზე. შექმნი ახალ თვალს, product-ი, ნამრავლს ნიშნავს. digit-ი გამრავლდება 2-ზე. აი ასე. მე რა მეუბნებია რომ თუ ეგ ნამრავლი ორნიშნაო, აი 12 მაგალითად, გაყავიო. ოკეი, გავყოთ. როგორ მივხვდეთ product-ი ორნიშნა თუ არა? ნუ შემიძლია string-ში გადავაქციო და links გავიგო, ან უფრო მარტივად შემიძლია რომ გავიგო 10-ზე მეტია თუ არა. ან თუ მეტია ანტოლი 10-ზე, ესე იგი ორნიშნაა. ან მეტია 9-ზე, იგივეა რა. თუ მეტია ანტოლი 10-ზე, ესე იგი ორნიშნაა. და ავდგებიდე ახლა მაგალითად მაქვს 14, ხო? ან 12. მე მინდა 12-დან ამოვიღო 2-იანიც და ამოვიღო 1-იანიც. ამას როგორ ვაკეთებ? როგორ და ისევ ნაშთის და გაყოფის ოპერატორებით. 12-იანი რო გავყო ნაშთით 10-ზე, ხო? გავყოთ 10-ზე არის 1, ნაშთი გვჭირდება 2-იანი. და 12 რო გავყო 10-ზე უბრალოდ, გამოდის 1.2, რომელიც მრგვალდება 1-მდე. მეთლორით. ანუ 2-იანიც მაქვს და 1-იანიც, რომელსაც შევკრიბავ. და მე შემიძლია ეს product-ი ეგრევე ჯამზე გადავაკეთო. ანუ ცალსაკე კი არ შემიძლია ცალსაკე შევინახო მაგალითად რა ვიცი let first-ი და ქვევით კონდეს let second-ი რა. second digit, აი ეს ცალსაკე მქონდეს. და მე შევკრიბო. მაგრამ ასევე შემიძლია product-ში დავაჯამო ბარემ. ანუ product-ი უდრის product-ი გაყოფილი ნაშთიანად 10-ზე. ამას დამატებული math floor product-ი გაყოფილი 10-ზე ნაშთის გარეშე. ანუ ეს მოგცემს ბოლო რიცხვს ერთეულების თანხს, ეს მოგცემს ათეულების თანხს. დავდგები და მე უკვე product შევკრიბავ checksum-ში. და მორჩება checksum plus product. ანუ ეს სამივე ნაწილი უკვე გავაკეთე ერთ იტერაციაში. და მეტი არც რაფერი არ გამჭირდება, ნუ ის გამჭირდება, რომ დარჩენილი რიცხვებიც მივამატო. checksum-ს დავამატო დარჩენილი რიცხვები. ანუ წინაზე რომ აი ამით ვიგებდით ყოველ ბოლო და მეორე რიცხვს, რითი ვიგებთ 100-ზე ყოფდით, ხო და მე 10-ზე ისე. ახლა მე შემიძლია ბოლო რიცხვი ძალიან მარტივად გავაკეთო. აი როგორც აქ გავაკეთე. ბოლო რიცხვს ვადგენთ 10-ზე გაყოფით ნაშთით. ანუ 10-ზე რო ვყოფ რიცხვს ნაშთით, რაც ნაშთი დაგრჩება, ეგაა ბოლო რიცხვი. აქ შევქმნი ახალ თვალს const remaining digit, რომელიც იქნება credit card-ი გაყოფილი 10-ზე ნაშთით და ამასაც დავუმატებ მე checksum-ს ჩვეულებრივად. checksum plus remaining digit.
და უკვე ბოლოს მოვიშორებ ბოლო რიცხვს. ანუ ბოლო რიცხვი რო გამოვიყენე ყველაფერში, მე ვიშორებ, თორე ჯერ თუ მოვიშორებ და მე გამოსაყენებელი დარჩა, უკვე გვიანია რა, ვეღარ გამოვიყენებ ვეღარასდროს. იდეაში ამ ალგორითმის თავი მუღამი ეს ვალ ციკლი იყო და არა ის, რასაც ახლა გავაკეთებთ, იმიტომ რომ უფრო ნაკლები საწერი, ანუ ბევრი საწერი დაგვჭა უფრო, მაგრამ ბევრად მარტივი. მარტო if statement-ები დაგვჭა, მეტი არაფერი. თავი მაინც ეს იყო. ამ თავი მუღამი ამ ამოცანის განა ის იყო ალგორითმის, რომ ხა მე გასწავლოთ, რომ ლუნის ალგორითმი როგორ მუშაობს. მინდა რომ ისწავლოთ როგორ ამოხსნათ ალგორითმი, რომ დაყოთ პრობლემად, რაღაცა ლოგიკა წინასწარ ქონდეთ გათვლილი, განა ის რომ კოდის წერა დაიწყო და თან იფიქროთ, არა, ჯერ დაფიქრდით რა ლოგიკით მიდიხართ და მე დაიწყეთ კოდის წერა. ბევრად უკეთესია. და ბევრ დროს დაზოგავთ, დამიჯერეთ. და რაღაც თუ არ გამოდის მე სხვა ლოგიკაზე უნდა გადაცვალოთ, ბევრჯერ ტესტოთ კონსოლოგებით და ნახოთ თითოეულ ჯერზე, თითოეულ ეტაპზე როგორ მიდიხართ, რამდენად სწორად და ასე შემდეგ რა. ახლა რო ჩექსამი მაქვს, შემიძლია მარტივად გავტესტო ყველაფერი. ანუ თუ 10-ზე გაიყო, ესე იგი, ნუ ვალიდურია. ანუ თუ არ გაიყო, ინვალიდია რა. აქ დავწერო თუ ჩექსამი რო 10-ზე გავყავით, არა ნულის ტოლი, ანუ ნაშთი დაგვრჩა. ესე იგი გამოდის, რომ გვაქვს ინვალიდი. ინვალიდი. ნუ ახლა აქ ეგრე არ გავაკეთე, რომ თუ ანუ ვალიდურს არ ვარეთანებ, იმიტომ რომ უნდა დავარეთანო Mastercard-ი, Visa ან Amex-ი თუ ვალიდურია და არა ვალიდაა და მორჩა. ანუ ვალიდური არის, მაგრამ რომელი ტიპის credit card-ია, მაგას ვარეთანებ მე. invalid. და ეხლა დავიწყებ მაგების გატესტვას. და მაგებისთვის გვჭირდება credit card-ის სიგრძე და პირველი ორი რიცხვი, იმიტომ რომ ზოგიერთი იწყება აი მაგალითად Express იწყება 34-დან 34-ით, Mastercard იწყება ამებით და Visa იწყება 4-იანით. ანუ მჭირდება რომ credit card-დან ამოვიღო პირველი რიცხვიც და პირველი ორი რიცხვიც. ნუ მაგასაც string-ით გავაკეთებთ, აქ მაქვს თუ string-ი გაკეთებული და ნაპოვნი და შექმნილი და ბევრად მარტივი იქნება ეგ ყოველივე. აი დავჭიდე რაღაცა და მიუბრუნდი და ჩავამატებ. პრობლემა არაა, ხო? ანუ აქ მექნება ეხლა მე const first digit-ი და ამოვჭრით, ანუ ამოვიღებთ ინდექსით და რიცხვში გადავაკეთებთ ბარემ %-ის გამოყენებით და მექნება first two digits-ი. რომელიც იქნება ამოჭრილი ვერსია ამ string-იდან 0-დან მეორე ინდექსამდე. ანუ 0 1 და მეორემდე, მეორე არ შედის. ანუ პირველი ორი რიცხვი იქნება აქ შენახული. და ეხლა მოდის მარტო if პირობები, მეტი აღარაფერი. და დავწერთ ეხლა. თანახაც დამიწერა, კაია. ნახეთ, თუ length-ი არის 15, American Express ვაკეთებთ. და ამავდროულად პირველი ორი რიცხვი არის ან 34 ან 37, მაშინ დავარეთანებთ American Express. Amex-ან. ნახეთ, აქ ფრჩხილები ჩავსვი. ფრჩხილები იმიტომ ჩავსვი, რომ აქაც როგორც მათემატიკაში გამრავლებას და რაღაც მივატევას აქვთ რაღაცა უპირატესობები, აქაც იგივეა. პირველად ხდება ხოლმე და ლოგიკური ოპერატორი და მერე ანი. და იდეაში length-ი ლოგიკურად სხვა რამეა და first digit-ები ლოგიკურად სხვა რამეა, ამიტომ ამას გავაერთიანებ გვაფრჩხილებში, ანუ ჯერ ეს პირობა გაეშვება, true ან false დაარეთანებს და მერე ეგ გაერთიანდება აი ამასთან. თუ კი სიგრძე არის 16 და ამავდროულად first two digits-ი მეტია ან ტოლი 51-ზე და first two digits-ი ნაკლებია ან ტოლი 55-ზე. ანუ მიყოლებითაა და შუალით შეგვიძლია დაგვეწერა. ან შეგვიძლია დაგვეწერა first two digit-ი უდრის 51-ს ან 52-ს, ან ამდენი ან, რაც არ გვჭირდება. ამიტომ ასე ვადგენთ. length-ი უნდა იყოს 16 და ამავდროულად უნდა იყოს პირველი ორი რიცხვი 51-სა და 55-ს შორის. თუ ეგრეა, ესე იგი Mastercard-ია. თუ კი კიდე რა დაგვრჩა? Visa დაგვრჩა, Visa რომელია? თუ კი length-ი არის 13 ან 16, იმიტომ რომ შეიძლება ორივე იყოს, ან length-ი არის 13. ეს რახამ ერთადაა ჩავსვათ ბრჭყალებში, ჯერ პირველი ეს მოხდეს და ამავდროულად პირველი რიცხვი არის 4-იანი. მაშინ დავარეთანებ Visa-ს. და თუ მაინც რაღაცა მოხდა და არც ერთ არ დაემთხვა, რატომ თქვაც, ხო?
მაშინ დავარეთანებ აქ ბოლოს invalid. მაინც თავი ავირიდოთ. return invalid. და იდეაში ხა ის რო გავუშვა, დააბრუნებს ვიზას. აი მშვენიერი. ვიზა დააბრუნდა. იდეაში შემიძლია ეს კოდი გაუმჯობესო და აი ეს ამდენი რაღაც არ გავაკეთო. თუ ეს კრედიტ კარდის რიცხვი არც ერთი ამ რიცხვიდან არ დაიწყო. ან თუ არც ერთი არ იწყება აქ რა ჩამოთვლილი რა აზრი აქვს ამ ალგორითმის გაკეთებას, ხო? და ამდენი კოდის პროგრამაში გაშვებას. რა აზრი აქვს? ამიტომ მაგის if-ებს დავამატებ მაღლა. Right, თუ გამაგალით სიგზე ხო გამოვთვალეთ. თუ სიგზები გვაქვს 13-იანი, 16-იანი, 15-იანი და 14-იანი არა გვაქვს. Okay. ანუ თუ length-ი არც 13-ს უდრის, არც 15-ს უდრის და არც 16-ს უდრის, ესე იგი უეჭველი ინვალიდია ჩვენი კრედიტ კარდის ნომერი. უეჭველი. აზრი გაგრძელებას არ აქვს. ასე იქნება first two digits-ზე და fifth digits-ზე. ანუ თუ არც ერთი რიცხვით არ იწყება და იწყება მაგალითად 9-იანით, უეჭველი ინვალიდი იქნება და ტყუილად გავაკეთეთ ამ ყველაფერს რა. მაგაზეც დავწეროთ საკი if პირობები. თუ first digit-ი არ უდის 4-იანს და ამავდროულად first two digits ნაკლები 51-ზე და ნაკლები 40 და მეტი 55-ზე არის ინვალიდი ეგრევე. მოიცაკ ახლა თუ შევა, მაგათ კარგად დაწერა. in ვითომ შევიდა და დავიწყოთ 9-იანით. აი ასე 9-იანით დავიწყოთ. გავუშვათ. აი არ შევიდა აქ. იმიტომ რომ ასოა დამიწერა, მოდი ჩვენი დავწეროთ ჩვეულებრივად. ოკეი, ანუ არც ერთი რიცხვი 51-ზე ნაკლები და ამავდროულად 50-ზე მეტი არა, ამიტომ ეს არ სწორია. აქ არასდროს არ შევა. თუ first digit-ი არ უდრის 4-იანს და ამავდროულად არც უდრის first digit-ი არ უდრის 34-ს და ამავდროულად first digit-ი არ უდრის 37-ს და არც სამშუალედში არაა, ან 51-ზე ნაკლები ან 51-ზე მეტი თუ არის თან. ესე იგი არ გვჭირდება. და დავარეთანოთ ეგრევე invalid-ს. ეხლა რო გავუშვა in-ის დაკონსოლდება, ესე იგი შემოვიდა და აქვე გაჩერდა პროგრამა. ესენი აღარ გავკეთებია. მართალია ბოლოს რომ მივიდოდა invalid-ს მაინც დააბრუნებდა აი აქ. მაგრამ აი ამას ტყუილად გააკეთებდა. იდეაში უფრო მეტი კოდი ვწერეთ, მაგრამ უფრო სწრაფია ჩვენი პროგრამა, როდესაც აი 9-ით იწყება მაგალითად, იმიტომ რომ აქვე ჩერდება პროგრამა და აქვე ამბობს invalid-ია. როცა ეს ყველაფერი უნდა გაევლო იდეაში. ნუ თვალით ვერ მიხვდებით რომელი უფრო სწრაფია, მაგრამ ტექნიკურად სწრაფია. იმიტომ რომ ძალიან სწრაფია ეს ჩვენი კომპიუტერი და ვერ მიხვდებით აი ეს ფორმალი გაეშვა, არის ფორმალი გაეშვა. სიტყვაზე რა. ისე კონსოლს რაც ისე რაღაცა გზა არსებობს, რომ გავიგოთ აი ამ ფუნქციამ ამდენი დრო დაჭირდა შესრულებად. console timer time ალბათ და მერე time end თუ სწორად მახსოვს. ეს არ გვჭირდება არასდროს იდეაში პრაქტიკაში, მაგრამ მაინც. ხო, აი ნახეთ 5.9 მილიწამში გაეშვა ეს ჩვენი ფუნქცია. 5.9 მილიწამში. და ეს პირობები რა მოვიღოთ, შედარებით მეტი უნდა დაჭირდეს. წესი და რიგით. ნახეთ 9.9 დაჭირდა. ყველა ჯერზე უფრო მეტი დაჭირდება. 6, 13, 8. ეხლა ჩაუსვათ და უფრო სწრაფად გაიქმნის პასუხს. აი 5. ისა. ეხლა 7. ეხლა უფრო მეტი დაჭირდა, რომ კომპიუტერში ეხლა რაღაც RAM-ში უფრო რაღაც სხვა პროცესები წარიმართა. ან მაინც და მაინც 5 მილიწამი არ დაჭირდება ყოველთვის რა. ყველა გაშვება სხვადასხვა დაჭირდება. ნუ მუღამი ის არის, რომ ეს პატარა პროგრამაა კი, მაგრამ დიდი პროგრამა, სადაც 1000-ობით, 10000-ობით დატასთან გვაქვს საქმე. მაშინ უკვე შეიძლება რომ რაღაც სიტყვას ერთწამიანი განსხვავებაც იყოს, რაღაც 100.000-ობით მონაცემი, როცა უნდა დავამუშაოთ. ამიტომ ესე უნდა გავითვალისწინოთ ყოველთვის. ესეთი პირობები. ესაა ჩვენი ლუნის ალგორითმი და თუ რამე გაუგებარი იყო, მკითხეთ. გამოუშვით, ან თუ წინა ალგორითმზე იყო რამე გაუგებარი, იგაც მკითხეთ, პრობლემა არაა. ისე ვიზა იქნება. ხო, ვიზა. აბა? კითხვები არ გვაქვს?
ოკეი, მშვენიერი. თუ კითხვები არ გვაქვს, მაშინ დღეისთვის დაგემშვიდობებით. ჯერ არ გახვიდით თქო, რაღაც შევასაც მოგცემთ. ნუ იდეაში ამით დამთავრდა ჩვენი JavaScript-ის თომატი კვირა. ბოლო სემინარი იყო. შემდეგ კვირიდან გადახვდით HTML CSS-ზე, საიტების აწყობასაც ისწავლით. მაგრამ აუცილებლად ჩემი მეგობრული შეიქნება, რომ JavaScript-ის გამეორება არ შეწყვიტოთ მომავალი 6 კვირის განმავლობაში, ანუ HTML CSS-ის ფაზაზე, იმიტომ რომ პირობას გაძლევთ და გავიწყდებათ ყველა ვარიანტში. იმიტომ რომ ვისაც დაეზარა გამეორება, ყველას დაავიწყდა. საბოლოო ჯამში, ანუ ეგ არ დაგეზაროთ. სიტყვას თუ მაგალითად დღეში გაქვთ რაღაც 6 საათი თავისუფალი ან 4 მაგალითად, არა მიშულობ რამდენი გაქვთ 80% დაახარჯეთ HTML CSS-ის ახალ მასალას, 20% ან 20% დაახარჯეთ JavaScript-ის გამეორებას. თან ალგორითმები აკეთეთ CodeWars და LeetCode-ზე, რესურსებში დალინკულია, ან ChatGPT-ის დაგენერებით რაღაც ამოცანები და ისაკეთეთ. ან სიტყვაზე კონსპექტებს გადახედეთ ხოლმე, ეგეც გააკეთეთ. Free Code Camp-ის კურსი შეგიძლიათ გაიაროთ ახლიდან, გამეორებას გამოგივათ და მიხვდებით რომ ახლა რაღაცებსაც ისწავლით, იმიტომ რომ ეხლა მეორეჯერ უყურთ ლექციებს ამ 12 კვირას. ახლა რაღაცას მაინც ისწავლით. მიუხედავად იმისა, რომ იგივეს მოусმეთ რა. იმიტომ რომ უფრო გააზრებული გაქვთ ყველაფერი. ამიტომ გამეორება არ შეწყვიტოთ JavaScript-ის, რადგან მოbrunება არ დაგჭირდეთ. არ გინდათ რომ დროს დაკარგავთ. მე რეაქციო გადახვალთ და კარგ არ გეცოდინებათ, მოbrunება მოგიწევთ უეჭველი, იმიტომ რომ JavaScript-ის გარეშე front-end developer-ები არ არსებობენ რა. თუ კარგ არ იცით. კაი developer-ი ვერ იქნებით front-end-ში. ამიტომ მე გაითვალისწინეთ აუცილებლად. ეგა და ეგ. იმედია ნაყოფიერი იყოს ჩვენი JavaScript-ის ნაწილი და ასე იმედი მაქვს რომ HTML CSS-ი უფრო მოგეწონებათ, იმიტომ რომ შედეგს უფრო კარგად ნახავთ საიტზე და ბევრად მარტივი იქნება. ეხლა რასაც კი ომი გავიარეთ, JavaScript-ის ნაწილი, ბევრად რთული ნაწილი იყო. HTML CSS-ი მარტივი იქნება ბევრად, ამიტომ ეგრე რომ მოიყენეთ რომ JavaScript-ის რა ჩავარდნილი საკითხები კარგად გაიღრმავოთ, გაიმეოროთ და ასე შემდეგ. და კიდევ რაღაცა უნდა მეთქვა. დამოვიწყე ახლა. თუ გამახსენდება უცბად. რაღაც შეუნა მომეცე კიდე და დამოვიწყდა. ხო. ეხლა იმას მიმართავ, ვისაც იდეაში ბოლო თავები არ დაუმუშავებია კარგად და მაინც ესწრება ლექციებს. ჩემი რჩევაა, რომ სანამ არ დამუშავებთ კარგად ერთ თავს შენებზე არ გადახვიდეთ, ანუ კომფორტულად თუ არ იქნებით რაღაც საკითხთან, შენებზე ნუ გადახვდეთ. არ აუცილებელი რომ 100% გაიგოთ. შეიძლება რაღაც არ გესმოდეთ თვალ ბოლომდე რა. ოდნავ გესმოდით, მაგრამ გადადით, პრობლემა არა, იმიტომ რომ მე მიუბრუნდებით ისე უკან რაღაც პერიოდში ერთხელ და გაიგებთ რა. თან მომავალ ლექციებზე და თავებში გჭირდება წინა მასალა ყოველთვის რა. მაგრამ სამ არ გაარჩეთ ერთ თავს ლაივ ლექციებზე ნუ გაესწრებით ყვილად, ანუ დროის ფლანგვა ჩემი აზრით რა. თან თუ რამეს ვერ გაიგებთ, აი მენტორის რესურსი შეგიძლიათ გამოიყენოთ და ახსნევთ ახლიდან, ეგ პრობლემა არ იქნება. ხო, ეგ მინდოდა რომ მეთქვა. ეგაა დღეისთვის. და რა ვიცი, მშვიდობიან საღამოს გისურვებთ. თუ კითხვები არ გვაქვს. მადლობა, კარგად. არაფერს, აბა დროებით. მადლობა, ნახვამდის. ნახვამდის.